მადლობა ამ დისკუსიის ორგანიზატორებს, ინიციატორებს, მომხსენებლებს და თქვენ ყველაფრის მიუხედავად მაინც რომ შესაძლებელი გახდათ ეს 1924 წლის აჯანყების შესახებ საუბარი. პირველ რიგში რა თქმა უნდა მინდა მეც გამოვხატო ჩემი აღშფოთება და საშინლად შეურაცხყოფილი ვარ იმით რომ კონსტიტუციას ასე უხეშად გადაუხვიეს და ის რაზეც მართლა წლებია მთელი თაობები მუშაობს გითხრეს რომ აი 2028 წლამდე შევწყვიტეთო მინდა ჩემი სოლიდარობა გამოვხატო და ყველას მთელი ირეულის სახელით იმ ადამიანების მისამართით რომლებიც არიან უკანონო პატიმრები და რომელთა საშინო სცენებს დაჭერის და მათი პირდაპირ ეთერში წამების სცენებს ჩვენ ვუყურებთ, კიდევ უფრო მძიმეა ის, რასაც კამერები ვერ არ აფიქსირებენ და რასაც ჩვენ უკვე აი მათი რაღაცა სახეების ნახვით და მათი წარმოუდგენელი მონათხრობით ვიგებთ. ამიტომ მესმის რომ ძალიან ძნელია დღეს რაიმეზე დისკუსიის წარმართვა და გასაგებია რომ ყველა პროცესები ფორმალურად ან არაფორმალურად გადასულია ქუჩაში, ინსტიტუციებიდან, შენობებიდან, მაგრამ თუკი რაიმეზე შეიძლება დღეს ვიკამათოთ დისკუსია გქონდეს 1924 წლის შეთქმულება და ამ შეთქმულების შესახებ ჩვენთვის განსაკუთრებით საინტერესო და თითქმის უცნობია ნაკლებად ცნობილი ამბები უცხოეთის არქივებიდან, რომლის შესახებაც ჩვენი მომხსენებლები ისაუბრებენ, მართლაც ყველაზე ესეთი ადეკვატური თემა ალბათ. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენთვის დღეს, ვინაიდან მართლა მე რაც მახსოვს ალბათ ძალიან მნიშვნელოვანი მიჩნევაზე ვიმყოფებით ახლა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში და გარეთ არა მარტო თბილისში, არამედ მთელ საქართველოში ხედავთ აი ამ კონფრონტაციას მართლა აი ამ ძველ საბჭოთა ავტორიტარულ საქართველოსა მის პროსტად იმ ავტორიტარულ საქართველოს სისტემებს და თანამედროვე შედარებით სუსტ, მაგრამ დემოკრატიული პრინციპების საქართველოს შორის. ამიტომ გასაგებია რომ ჩვენი საზოგადოება, მათ შორის საუნივერსიტეტო საზოგადოება, განსაკუთრებით ახალგაზრდები, ძალიან პრინციპულები არიან, რაც არ არის მარტივი გუშინ არის საკუთარ სახლთან აიყვანეს ჩვენი დამთავრებული რომდელის ფონდის კვლევარი ბატონჟალავა და მისი აი დაპატიმრების სცენები დამერწმუნებით რომ არც ერთი უდაბლესი სტანდარტის ადამიანის უფლებების სტანდარტში არ ჩდება. ძალიან დიდი მადლობა თქვენ ამისთვის, იმიტომ რომ 1924 წლის შეთანხმება იყო ვფიქრობ თუ არ ჩავთვლით თითოეულ ამ სოლაბისნაირ ორგანიზაციაში ჩვენ რეალურად სისტემური რევიზია იმ ჩვენი საბჭოური იდეოლოგიური კლიშეებისა ძალიან გვიჭირს, იმიტომ რომ არქივები დღემდე ფაქტობრივად ისეთი მიუწვდომელია ჩვენთვის, აი ჩემი ჯგუფი რომელიც მუშაობს პირველი რესპუბლიკის და წერა-კითხვის განმავლობის საზოგადოების პროცედურულ ბაზაზე 37 წლამდე და 37 წლის შემდეგი დროინდელი წყაროები ფაქტურად უკვე 4 წელია თითქმის მიუწვდომელია. ძალიან დიდი მადლობა აი საქართველოს ისტორიის პროგრამას, რომლის ინიციატორებიც და ხელმძღვანელებიც და პროფესორებიც თქვენ გზავნდებით, იმიტომ რომ ეს არის მართლაც ახალი სულად განსხვავებული მიდგომა არა მარტო 24 წლის აჯანყებით, ზოგადად აი ამ ახალი საქართველოს ისტორიის მიმართ. მე ერთი პატარა მოკლე გამოცდილებით მინდა გითხრათ, რამდენად არ ვიცით ჩვენ ამ აჯანყების ქალწული დეტალები. როცა აი ამ პროსოპოგრაფიულ ბაზაზე მუშაობენ ძირითადად ჩვენი სტუდენტები, იქ შესაძლებელია ისეთი კავშირების დაანახვა, რაც მაგათ ერთი შეხედვით არ ჩანს. 1906 წელს იყო დიდი შეკრება წერა-კითხვის განმავლობის საზოგადოების და როცა ამ შეკრების მონაწილეების სია შეიტანეს, აღმოჩნდა რომ 1918 წელს გიორგი ლასკიშვილმა სკოლაში მასწავლებლებად განწესებულებს დააწერინა ოქროს წესები. ეს მასწავლებლები იყვნენ ამათი შვილები. და ამათი ვაჟი შვილები
უყალიბი ყაველა იმსიდან რაც დღემდე არის ცნობილი 1924 წელს აჯანყებისას დახვრეტილების არიან იმ მამების ვაჟიშვილები. ანუ ეს არის ერთი დიდი კლასტერი, ასე ვთქვათ, რომელთა ფუნქციონირების მათი აი ამ სოციალური ჯგუფების შესახებ ჩვენ ბევრი რამ არ ვიცით და წარმოუდგენელია როგორ ვერ ვახერხებთ დღეს აი ამ არქივებთან მქონდეს წდომა, ასე რომ ძალიან დიდი მადლობა თქვენ ამ ინიციატივისთვის. მე ძალიან გულიმწყდება და მართლა მწვენია რომ წელს 100 წლის იუბილეის საერთოდ არ აღნიშნავს, აი 100 წლის თავიანთების ერთი პატარა მემორიალური დაფაც კი არ დაგვიდგამს ამ აჯანყებაში მონაწილეობს. ჩვენ ხალხშორის მინდოდა ეს გაზაფხულზე, მაისის ბოლომდე ივნისის დასაწყისში ქონდა ეს დისკუსია, მაგრამ მაშინაც როცა აი ბატონისკივენი აქ იყო, მაშინაც ისეთი პროტესტის და გაფიცის რეჟიმში ვიყავი და ახლა გადაწყვეტ რომ ახლა გადავწყვეტ. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ და დიდი სამონებით მოგცემ. დიდი მადლობა ქალბატონინო, მეც ასევე როგორც ინიციატორი პოლიციებისა პირველში დავიწყებ ჩვენი თანადგომით და სოლიდარობით ყველა დაპატიმრებულის, ყველა იმ ადამიანის მიმართ, რომელსაც ფიზიკური ზიანი მიიღო, მხარდაჭერით იმ ადამიანებისადმი, რომლებიც ყველა ერთად გავართ იქ, მოგხსენებათ ასეთ ღონისძიებაზე ცოტა უფრო სოლიდურად უნდა ვიყავით ჩაცმული, მაგრამ აქედან ალბათ ბევრი მივდივართ იქ, სადაც ჯერ არც და ისეთი ჩაცმულობა გმართებს, ხო? შავა კოსტუმი არ გამოგვაგდება. და მე ძალიან დიდი მადლობა მინდა უთხრა ქალბატონინოს და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს, იმიტომ რომ მე მიამაყება რომ ვარ იმ უნივერსიტეტის წევრი, რომლის რექტორმაც ის სიტყვები თქვა დღევანდელ დღეზე, რაც ჩვენ ახლა მოვისმენთ. ეს წესით ჩვეულებრივი ამბავი უნდა იყოს ქართულ საუნივერსიტეტო სივრცეში, მაგრამ სამწუხაროდ არ არის ეს ჩვეულებრივი ამბავი და ქალბატონინო უფრო გამონაკლისი არის ამ შემთხვევაში სამწუხაროდ ვიდრე წესი. რაც შეეხება დღევანდელ ღონისძიებას, მე მოკლედ წარმოგიდგენთ პანელისტებს, თითოეული 10 წუთით ვისაუბრებს და შემდეგ ბატონ სტივენს მოდერატორს გადავცემ სიტყვას. დავიწყებ მარცხნიდან მარჯვნისკენ. ჩანაფიქრი იყო ის, რომ არ არის ძალიან ხშირი, როდესაც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის და TSU-ს პროფესორები ერთად აკეთებენ ღონისძიებებს. და სწორედ ეს იყო ჩანაფიქრი, რომ ეს ისეთ მოვლენებში ვიმყოფებით ახლაც და ისეთ მოვლენებზე გვაქვს საუბარი, რომ ეს ღონისძიება უნდა იყოს ერთობლივი. უფრო მეტიც იანვარში, 8 იანვარს ჩვენ გვექნება ანალოგიური ოღონდ სტუდენტების პანელი, სადაც წარმოდგენილი იქნება სტუდენტები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან და ჩვენი სამაგისტრო პროგრამიდან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში. ამ დისკუსიას უკვე ალექსანდრე მიქაბერიძე გაუწევს მოდერაციას და აი 8 იანვარსაც გეივით სტუდენტურ პანელზე. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიდან წარმოდგენილები ვარ პროფესორი ტიმოთი ბლაუელტი, რომელმაც ახლახანს მეგონი ერთი წლის წინ ხო, a year ago the team you wrote there, you published that 2 years ago. Yeah. ხო, ერთი წლის წინ დაწერა ზუსტად სტატია 1924 წლის აჯანყებაზე, მე ბეკა გოგახიძე ჰარვარდის უნივერსიტეტში ყოფნის დროს ვიმუშავე რუსეთის სოციალური და პოლიტიკური ისტორიის სახელმწიფო არქივის მასალებზე, რომელიც ასლები დასული არის ჰარვარდში და ეს არის სტალინის ფონდი, ორჯონიკიძის ფონდი, ცენტრალური კომიტეტის ფონდი, მრავალი მასალა, რომლის მოკლედ გასაუბრებასაც თქვენ შევეცდები, რომ რა რეფლექსია ჰქონდა საბჭოთა რეჟიმს ამ აჯანყების შემდეგ და რაშიდა დისკუსია ჰქონდა დახურულ კარს მიღმა და ასევე ჩვენთან არიან ჩემი ფოსი მეგობრები და მასწავლებლები, TSU-ს პროფესორები დიმიტრი შველიძე და მიხეილ ბახტაძე.
მოდერაციას დისკუსიას გაუწევს ასევე ჩემი უფროსი მეგობარი და მასწავლებელი პროფესორი სტივენ ჯონსი, რომელიც აქამდე იყო ჰარვარდის უნივერსიტეტის საქართველოს პროგრამის დირექტორი და ახლა ბოლო 4 წელია არის ჩემთან ერთად თანამედროვე საქართველოს ისტორიის სამაგისტრო პროგრამის განზვარელი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი. მეგობარი სტივენს ბევრი წარდგენა არ ჭირდება, მაგრამ რადგან ყველა წარდგენა სტივენს სტივენ. დიდი მადლობა, ყველას დიდი მადლობა, ვინც მოვიდა ჩვენს მოსასმენად. მადლობა ილიანის უნივერსიტეტს, გალბატონინოს. იცოდეთ, რომ ჩვენ ვინც საზღვარგარეთ ვცხოვრობთ, ჩვენ საქართველოს საქმეებს აქ და ჩვენს გვერდით ვართ. რაც უნდა ჩვენ არ შეგვიძლია ბევრი გავაკეთო იქიდან, მაგრამ მაინც ვასუქებ რაც ხდება აქ ჩვენ ლექციებში, ჩვენ წერილებში, ჩვენ ჯგუფებთან დაწერილ ჩვენ წერილს, ჩვენ სენატორს ამბების შესახებ არ ვიცი რა მოხდება წინანდელში, მაგრამ მაინც ვსტიბობთ და როცა ფიქრობთ ამ აჯანყებაზე, ჩვენ სვათაშვილის ჩვენ გქონდა სექტემბერში ვაშინგტონში კონფერენცია აჯანყების შესახებ და ძალიან ბევრი ხალხი მოვიდა, ძალიან ბევრი ინტერესი იყო ამით. და როცა წავიკითხე მასალა ამ აჯანყების შესახებ, გავიგე რა ლაშქრობილი ყველანი იყვნენ იმ დროს, როცა ალბათ იცოდნენ, რომ ეს აჯანყება დამარცხებით დამთავრდებოდა და მაინც წინ წაიღეს ეს გეგმა და მონაწილეობა მიიღეს ამ აჯანყებაში და სამწუხაროდ სულად დამთავრდა ბევრისთვის, ყველასთვის. და თანაც ვფიქრობ ახლა დღეზე, რაც უნდა სხვა სიტუაცია, იმიტომ იმ დროს საბჭოთა უფლებამოსილება იყო საკმაოდ ძლიერი, მაგრამ სოფლებში სუსტი იყო საკმაოდ ბევრი სისუსტები იმპერიის მდგომარეობაში იმ დროს საქართველოში, მაგრამ მაინც ეს ლაშქრობობას ხედავ ახლაც, აი ვინც ახლა დადის რუსთაველზე და ყველგან იციან, რომ ალბათ ცუდად დამთავრდება პირადულად მათთვის. დიდი მადლობა, ახლა ძალიან გამახობ, რომ აი ესეთ კოლეგებთან ვართ და ძალიან ვეგობები თქვენ პრეზენტაციებს. ეს აჯანყება ფაქტურ დაწყებული იყო დიდხანი ამ ბოლო წლებში, უკვე მეტი ვიცით, რომ შვედია ნახო აქიდებში მაინც ამერიკაში აი ბეკამერას არის მასალა აჯანყების შესახებ ამერიკაში, რომელიც მისაწვდომია. ხო და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გავიგოთ ახლა როგორი სიტუაცია იყო 22-ში და როგორ გეგმავდნენ ამ თქვენ მემამულები ამ პროტესტს საბჭოთა უფლების წინააღმდეგ. მეგონი საკმარისია, მეგონი დავიწყოთ მაშინ თემ just to reiterate. ხო, ანუ თარგმანი არ იქნება მეგობრებო, იმი ინგლისურად წაიკითხავს თავის მოხსენებას და ჩვენ ქართულად ვისაუბრებთ შემდეგ. ეს თავიდან ასე იყო გამოცხადებული. So I don't really have a presentation. As Becca said, I recently published an article on this topic
together with my student from Iliuni, Keti Akubate. I'm not sure if she's here. She's behind there. She's behind I there. saw her. But most of the responsibility for the errors here are mine and not hers. But the point of the article was not to write a comprehensive history of these events, because obviously others can do that and in different formats, but rather to look at the events and their consequences from several different perspectives, and particularly perspectives from which we have new documentation. From the perspective of the government in exile in France, and mostly based on György Mamouli's work in the French police archives. From the perspective of the Cheka, from the perspective of Moscow, and perhaps most heavily documented on our side is the perspective of the Georgian party here in Georgia. And the first thing is that this situation has to be seen in the context of the so-called Georgian affair of 1922 and 1923, this competition within the party between what would later be called the National Deviationists, the National Communists, and Divani Makaradze in this group, against the Ordzhonikidze group. And the Ordzhonikidze group, with the backing of Stalin in Moscow, wins that conflict. But they feel themselves very insecure even within the local party. And in addition to the fact that they feel that there's very little support for the Bolsheviks more generally, really a full understanding within the party that there was never an indigenous revolution in Georgia. That Georgia was Sovietized, was made Bolshevik by the force of arms, by the 11th Army and by the 9th Army, which were external and which were primarily not Georgian. And the fact that the Mensheviks had tremendous amount of support throughout the country and especially in the countryside. Perhaps what is, I think, most significant that we found in our article, or that we were able to discuss, was the consequences after the events had taken place, the internal investigations. It seems to me and to us that the party was on the back foot, so to speak, that the party was caught off guard by this. There were investigations. The Cheka, I think, did really well from this situation. And part of the story here, I think, has to do with the rise of young Lavrenti Beria. The fact that he was able to use the suppression, the penetration of this movement to demonstrate his effectiveness, his ruthlessness, to bring himself to the attention of the leadership in Moscow. And even at this early date in 1924 and 1925, to use this as a means of attacking the party leadership, which I think they do successfully. The party conducted an investigation immediately afterwards, and all the heavyweights were sent to Western Georgia to investigate. Ordzhonikidze himself, Oraklashvili, Kashiani, all these people went there, and they were trying to figure out what's going on because they need to answer. And they need to answer back to Moscow. What the hell happened here? How did we allow this to happen? The party was also very eager to put forward their interpretation. And within weeks, they published their plot through the publishing house Zarya Vostoka. They released the report of Kashiani and the report of Ordzhonikidze, both in Georgian and in Russian. In the party archive, there is the original of those reports. Of course, it's not accessible now. The party archive is unfortunately closed. It has been for the last year. But that allowed us to compare what was in the published version, what they wanted people to hear, with what was in the not public version, which shows both what they didn't want people to hear and also what they were worried about. And they had sufficient reason to be worried. And they were particularly concerned about the incompetence of the party cadres, that they had no idea what was going on. If you remember, the event begins on the 28th of August, which is Mariamaba. And there's a lot of party officials are at the Supra and are drunk and have been drinking with the people leading the uprising. So sort of caught off guard in that regard. But they are also really concerned about the extent to which people, in particular the intelligentsia, view the Red Army as an invading force, as an indigenous occupying army, and particularly by the intensity of the uprising in Western Georgia and in Guria, and the continuing legacy of the Guria Republic only 20 years or so before. What's also, I think, really important is the response from Moscow. We have the documents from Stalin's personal collection, and one of the interesting things is that Stalin was annoyed at the number of executions that took place, and annoyed that they had executed the members of this organization for independence after they had already taken a vow renouncing their organization.
I think Stalin's concern was primarily how this would appear on the international stage. He didn't care about the people who were executed, but how this made us look. And it's an important point that is made by Eric Lee, that these events have significance for the perception of the Bolsheviks in the international socialist movement, and even that this was a turning point at which the international social democratic movement reneged or backed away from the Bolsheviks. But I think what was really interesting is the response in Moscow and in the Politburo of how terrified they were in Moscow about this uprising. Zinoviev called this a small subterranean shock and a potential return to Tabovshchina. You have to understand that in 1920-21, the last 2 years of the Civil War, the Bolsheviks were faced by mass peasant uprisings. And they saw this as a potential return to this, that what happens in Georgia is the beginning of this Tabovshchina again. And for them, this is recent history. This was only 3 years earlier. It's like COVID was to us, kind of our recent memory, and it affects the way that they thought about things. So it was particularly significant for them, and all the alternate result of this. And it also is important that this is taking place in Moscow and in the party in general, in the context of the scissors crisis, the crisis of NEP, of the new economic policy. What should we do next? And it's an argument in favor of continuing NEP, of continuing this smuchka between the peasantry and the countryside, this concessionary approaches towards the peasantry. And it is an important argument that is being made in Moscow, particularly by Bukharin and the right, so-called right faction, that we need concessions to the peasantry. We need to continue to concessions to the peasantry. And Georgia becomes a model of that, this policy of, the so-called policy of Litsok Beremia, the face to the countryside. We need to give more concessions. And one of the points that Stephen made in his article back in 1988 is that the concessions to the peasantry, particularly the tax relief in Georgia, was so extensive that they actually went into budget deficit toward all the way to the end of the 1920s to support these concessions, these tax concessions to the peasantry. One thing that is sort of beyond the paper, but is always one that has sparked my interest about these events of 1924. Why go ahead with this? Why do this? I think there are clear parallels to the Easter Rising in Ireland in 1916. I don't know that anybody in Georgia was aware of the Easter Rising. They looked for it. I think Eric Lee was able to find a few references in the later works of Noé Jordania about Ireland, but I don't think it's something that was on their mind. And yet there are clear similarities, that it was a hopeless effort, that it started late, it started a day early and therefore gave away the fact that it was going to happen. The expected tens of thousands didn't come. The expected support from ships from Germany and rifles and such never came, and it was ultimately put down. But why go ahead with it? And in Ireland, they speak of Easter Rising in terms of success by failure. That even though the event failed, it rallied and consolidated the support for an independent Ireland. In the case of Ireland, it did happen rather quickly. 1921-22, there was the War of Independence. It obviously had a very delayed effect here. And one of the immediate results of 1924 on the ground in Georgia was to convince almost everybody that help is not going to come from outside. The Bolsheviks are not going to be overthrown by internal revolution. And it has, I think, a long-term contribution to the mythology of Georgian national identity, resistance, of heroism, that I think ultimately does play that role if decades later, in the 1980s and even up until today. But I'm always sort of reminded of a verse from the Irish fight song, The Foggy Dew, where they say, right proudly high over Dublin's sky hung out they the flag of war. 'Twas far better to die beneath an Irish sky than at Suvla or Sunabar. Yeah, thanks, Jim. That was a wonderful presentation. I think one of the other parallels that we could consider is the international situation. Right? My sense is that Giordano, when he was thinking about the chances of success, he was also trying to prevent Western powers at this time compromising and accepting the situation in Georgia. He thought that this revolt might galvanize Western powers once more, although at this time already, of course, Great Britain had started commercial relations
with the Soviet Union and Germany by this time had diplomatic relations with Georgia, so it was a desperate thought in his head, I think, that this might somehow help produce some Western reaction against Soviet repression. And I think we see the same thing today. In terms of Georgia's relations with the West, of course, it's a very different international context, and Western powers are far more aware of what's going on in Georgia, but we still see that hesitation. I mean, Western powers clearly have their own interests, but it's a reminder of the distance or the hesitation that we often see among Western powers, and the idea that you can rely on somebody else to come and save you, which Georgians often do believe in. That's something that maybe has to be rethought and reconsidered, although they are friends, but perhaps more is needed. Okay, so, Dimitri. მოგესალმებით მეგობრებო. 1924 წლის აჯანყებაზე დღესდღეობით უკვე საკმაოდ არის დაწერილი, ბევრი ნაშრომია შექმნილი და რა თქმა უნდა მაინც კიდევ არის დარჩენილი მთელი საკითხები, რომლის შესახებაც დავად შეიძლება, კამათით შეიძლება და ასე შემდეგ. ერთ-ერთი გარემოება მე რადგანაც მივაქციობდი ყურადღებას არის 24 წლის აჯანყების შეფასებითი ნაწილი. დღეს თითქოს ყველაფერი გარკვეულია. ეს იყო დიდი მოძრაობა, დიდი პროტესტი საბჭოთა ბრალდების წინააღმდეგ და საამაყო ქურცელი საქართველოს ისტორიაში. მაგრამ მე ბოლოს მაინც ისტორიკოსთა მორიდებული შენიშვნა გაისმის. ჩემ თავსაც ვთვლი, რა თქმა უნდა, რომ ეს აჯანყება არ იყო ისე მომზადებული, როგორც უნდა ყოფილიყო, ან უდროოდ დაიწყო, ან საერთაშორისო ვითარება არ უწყობდა ხელს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ბევრი კუთხით არის დაწერილი ნაშრომები და მაინც რა კრიტერიუმებით უნდა მივუდგეთ არა მარტო 1924 წლის აჯანყებას, არამედ საერთოდ ეროვნულ მოძრაობას. შეიძლება ის გამიხილოთ როგორც თქვათ, რაციონალური თვალსაზრისით. შეიძლება რომ აჯანყება ნებისმიერი სახის ოღონდ ეროვნული მიმართულების გამიხილოთ მისი მიზანშეწონილება თუ არამიზანშეწონილობის თვალსაზრისით. ჩვენ ყველამ ვიცით, კარგად მოგეხსენება, რომ 1924 წელი არ იყო მაინც და მაინც ესეთი შესაფერისი დრო, თანაც ესეთი მასშტაბური გამოსვლისათვის, როგორიც მოხდა, ან როგორი ჩაფიქრებული იყო. სხვა თემიდან მინდა რომ შევხედო ამ საკითხს. რამდენიმე წლის წინ გამოთვალეს ისტორიკოსებმა, დასავლურმა ისტორიკოსებმა, რომ მსოფლიო ისტორიაში დაახლოებით 14-15,000 ომია ჩატარებული. ყველანაირი სახის, დიდი, პატარა, მცირე, სახელმწიფოთა შორის, სამოქალაქო თუ ასე შემდეგ. აჯანყებები მე მგონი არავის არ დაუქრია ჯერჯერობით, მაგრამ ეს აჯანყებები და ამბოხებები სხვადასხვა სახის ალბათ ნაკლები არ იქნებოდა, ვიდრე ომები რა. მე ახლა იმ რაოდენობა ნაკლებად მაინტერესებს, მაგრამ იმაში დაცმული ვარ და ალბათ თქვენს დამეთანხმებით, რომ აჯანყებათა 80-90% მარცხით მთავრდებოდა. ნებისმიერ ქვეყანაში. ეს ეროვნული აჯანყება იყო, სოციალური გუნდი იყო, თუ ასე შემდეგ. უმრავლესობა მარცხით მთავრდებოდა. თქვათ იგივე საქართველოს ისტორია. და მოდით
დაახლოებით ძველ საუკუნეებს თავი დავანებოთ, მე-19 და მე-20 საუკუნე ავებოთ. დაახლოებით 20-ის ფარგლებში ან ცოტა მეტი, ან ცოტა ნაკლები მნიშვნელოვანი აჯანყება მოხდა საქართველოში. მე აჯანყებას თან მივადრი ანალოგიას ვავლებ აგრეთვე მე-20 საუკუნესაც ვთვლი, აი გამოსვლას ეს 56 იყო თუ 99 თუ ასე შემდეგ და ასე შემდეგ. გამარჯვებით მაინც და მაინც ეჭვი გვეყოლება, რომელიც დამთავრდა თვალთიგივე მე-19 საუკუნეში. ყველა აჯანყება მარცხით დამთავრდა. ყველა აჯანყებას ჩვენ შეიძლება მივუდგეთ იმ თვალსაზრისით, რომ ეს მომზადებელი იყო, ეს შეუწონელი იყო. შეიძლება ავანტიურად დავარქვათ იმ წინასწარ დამარცხებისათვის, წინასწარ დამარცხებისათვის განწერულ აჯანყებებს. თქვათ ეს 1804 იქნებოდა 12 წლის კახეთის აჯანყება იქნებოდა თუ 19-20 წლების იმერეთის და ასე შემდეგ. შემდგომშიაც უამრავი გამოსვლა ქართლის სოციალ-დემოკრატების მიერ მომზადებული უშათა გამოსვლები იყო თუ 905-7 წლების რევოლუცია, ეს ყველაფერი მარცხით დამთავრდა. და ის მიზანშეუწონელი იყო, ესე იგი რაღაც ამ კრიტერიუმებით აჯანყების განხილვა და ვთქვათ იგივე 1924 წლის ამოხების განხილვა მიზანშეწონილობისა და მიზანშეუწონლების თვალსაზრისით არ ვარგა, როდესაც ვთქვათ, შინაურობით. ვერ დავიწუნებთ იმის გამო, რომ იმ აჯანყებულებმა და აჯანყების მეთაურებმა ჩვენზე კარგად იცოდნენ, რა დროს ჯანმრთელობდნენ. ჩვენზე ცუდად არ იცოდნენ ნამდვილად, რომ ევროპისაგან დახმარება არ იქნებოდა. ჩვენზე კარგად ადევნებდნენ თვალყურს ყოველდღიურად, რომ საბჭოთა კავშირთან ურთიერთობა ნელ-ნელა ასე ვთქვათ ვაგდებოდა. და საშველი არ საიდან არ იყო. სხვა სამყარო ჩვენ არ ვიცით, გარდა ევროპისა ახლა. აქეთ გზები მოჭრილი გვაქვს სამხრეთითაც, აღმოსავლეთითაც, ჩრდილოეთითაც და რა, ესე იგი, უნდა შესაფერის დროს დაავადებოდნენ, უნდა თავის შეეკავებინათ ამისაგან, ბევრი იყო ამის მრჩეველი. მე მაგალითად ახლა ვუჩვენ ნიკო ნიკოლაძე მახსენდება, რომელიც შეხვდა კიდეც აჯანყების მეთაურებს და შორს დაიჭირა აჯანყების იდეა. არც ის თხოვდა, რა თქმა უნდა. ის თავისი საფალავიდან, თავისი ასაკიდან და თავისი გამოცდილებიდან უყურებდა მოვლენას, მაგრამ ერთი რამე ავიწყდებოდა დიდ ნიკო ნიკოლაძეს, ახლა შემდგომ შეგვიშვნა მასალებს, მაგრამ თავისი ახალგაზრდობის წლები ახსენდებოდა, როდესაც იგი ერთ-ერთი პირველი იყო პეტერბურგში მიმდინარე სტუდენტური გამოსვლებისა და მერე შისელბურგის ციხეში წამოყოთავია რა, ეს ყველაფერი ასე იყო. ესე იგი, როგორ გადახედავდა თავის ახალგაზრდობას, არ უნდა მიეღო მონაწილეობა ამბოხებაში, სტუდენტურ ბუნტში თუ პროტესტში. არ ვიცი ახლა, მოხუცი ნიკო ნიკოლაძე რას ფიქრობდა ახალგაზრდა ნიკოლაძეზე, მაგრამ բոլոր შემთხვევაში მე ისე მინდა გავიმეორო, რომ რაღაც სხვა კრიტერიუმებით უნდა გამიხილოთ, თქვათ იგივე 1920 წლის აჯანყება. 1920 წლის ქართული საზოგადოების წინაშე გადაშლილი იყო საბჭოთა რუსეთის რუკაც და მოვლენების განვლილი მოვლენების ქრონიკაც. ჩვენივრად იცოდნენ აქ რა ხდებოდა 17-20 წლებში. როდესაც უამრავი სისხლი გაიღვარა და კლასები განადგურდა. მე ახლა უცებ მახსენდება ბუხარინის ერთი ინტერვიუ. უცხოელი ჟურნალისტები ეკითხებიან აი ამ მიმდინარე აჯანყებებთან შედარებით და სამართალთან შედარებით. აი სამართალთან როგორ უნდა შეხედოთ და ამ თანამწორეთ უპასუხა ბუხარის რომ თქვენო დასავლეთშიო ცალკეული ინდივიდების დანაშაულის გამიხილავთო და ცალკეული ჯგუფებისო და ჩვენო მთელ სოციალურ ჯგუფებს და ფენებს ვანადგურებთო, სყოფთო, ლიკვიდირებას უკეთებთო. ეს მართლაც ასე იყო და ამას ქართული საზოგადოება ძალიან კარგად უყურებდა უკვე იმ 17-21 წლებში.
აქ გაზეთს ვერ გადაფუძნა 18 წლების გაზეთს, რომ ერთი ინფორმაცია მაინც არ იყოს თუ არა რამდენიმე რუსეთიდან. იქ დახვრეტები, გადასახლებები, სამოქალაქო ომის პერიპეტიები, რომელსაც ყველაფერს ერთად მე მგონი 10 მილიონზე თუ 10 მილიონამდე ადამიანის შეეწირა ასე ანგარიშობენ. შეიძლება ისინი ანგარიშობენ აგრეთვე გადასახლებულებსაც და გაქცეულებსაც. ყოველ შემთხვევაში ეს ციფრი ფიგურირებს ისტორიკოსთა შრომებში. მას რა კრიტერიუმია? რა თქმა უნდა, მაინც უნდა აჯანყებულიყვნენ, იმიტომ რომ აქ პირდაპირ განსაზღვრა საბჭოთა ხელისუფლებამ ქართული იყო თუ რუსული რაღაც მნიშვნელობა არ აქვს, ეს რუსული იყო რა თქმა უნდა, ეგრეთ წოდებული სალიკვიდაციო სოციალური თემა. საქართველოს მოსახლეობის 1/5 იყო მისგან შემდგარი დაახლოებით. ყოფილი თავადაზნაურობა, რა თქმა უნდა ეს თავადაზნაურობა ყოფილი იყო და არა, მაგრამ მაინც თავადებს და მაინც აზნაურებს ეძახდნენ კომუნისტებს. თუმცა იმათ არაფერი არ გააჩნდათ, იმიტომ რომ ერთ-ერთი პირველი დეკრეტით ის დარჩენილი მიწები, რაც თავადაზნაურობას ჰქონდა, ის ყველაფერი ჩამოართვეს დაახლოებით 140-150 მილიონამდე დესეტინა მიწა. სამღვდელოება, რომელიც იურიდიულ პირად თითქმის არ გამიხილებოდა. არჩევნებში არ უნდა მიიღოთ მონაწილეობა. ინტელიგენცია გადუმებული, დამუნჯებული, დათგუნვილი და ჩამოცილებული ყოველდღიურ პოლიტიკურ საქმიანობას. აღარ ვლაპარაკობ ყოფილი პოლიტიკური სპექტრის აქტივისტებზე და მხარდამჭერებზე, რომლებიც 20 წლისათვის იყო ყველა ლიკვიდირებული იყო და ასე შემდეგ. აი ეს ყველაფერი ახალგაზრდობა, ყველაზე აქტიური ნაწილი, ესენიც გაჩვენებულები, დათგუნულები იყო. ყველა დათგუნულები გადაგით, რომ ესე იგი წინააღმდეგობა არ შეეძლოთ ლეგალური გზით. რომელიც ჩვენთაგან შეიძლება იყოს დაწესებული იმაში, რომ გაბუცა ჩოროყაშვილს რო ხარ მოეღო, არც აჯანყებაში მიიღო მონაწილეობა და არც პარტიზანულას ჩააგდომოდა სათავეში, იმას ცოცხალი ვინმე დატოვებდა. ამ კოტრიაფხალს ვინმე დატოვებდა ცოცხალი, შეიძლება ცოცხალი დაეტოვებინათ, მაგრამ უბრალოდ გადაესახლებინათ რა. ესე იგი, ეს ფენები განწერული იყო ჯერ ერთი ამ პოლიტიკური ამ რაღაც სხვა ნიშნებით, ან კიდევ თუნდაც მათი სიცოცხლე, მათი ფიზიკური არსებობა საფრთხის ქვეშ იყო. ამით ისმინდა ვთქვა, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის იდეა ეს რაღაც განხენებული თემა კი არ იყო ჩვენი თავგანწირული წინაპრების, არამედ ეს იყო ქვეყანა, სადაც შეიძლებოდა მათ ეცხოვრა. ხოლო საბჭოთა საქართველო იყო ის გარემო, ის ქვეყანა, სადაც მათი ფიზიკური არსებობაც კი საშიში იყო. კარგი, თქვათ, ფიზიკური არსებობა შეინარჩუნებოდა. კარიერული წინსვლა, ბოლოს ადამიანის ცხოვრება ხო მარტო ფიზიკური არსებობა არ არის რა. ის ზოგს მეცნიერება უნდა, ზოგს პოლიტიკური წინსვლა უნდა, პოლიტიკური აქტივობა უნდა, ზოგს რაღაცაში უნდა რომ გამოადგეს ამ ქვეყანას რა. და რაც მთავარია თავისუფლად ისუნთქოს. ვიღაცას შეუძლია რომ თავისუფლად არ ისუნთქოს და შუმად იყოს. რამდენიც გინდა იმდენი ის რა ჩვენ შორს ასვლა გჭირდება. რა ანალოგიებისათვის. მაგრამ არიან ადამიანთა ჯგუფები, რომელსაც არ შეუძლიათ თავისუფლების გარეშე არსებობა. და ისინი აუცილებლად უნდა აჯანყდნენ. მიზანშეწონილია თუ არ არის მიზანშეწონილი? ამბავი. აი ეს იყო 1920 წელს. ეს იყო 2 წელზე მეტი ხნის მზადების პერიოდი, როდესაც სახელმწიფოს გადაშინა ფერანდეს სახელმწიფოს, იქ აჯანყების მომზადებაზე უფრო მეტია ლაპარაკი, ვიდრე აჯანყების მიმდინარეობაზე. იმიტომ რომ ეს აჯანყების მიმდინარეობა სულ რაღაც 2-3 დღე ან ერთი კვირა მიმდინარეობდა. და არც თუ ისე თავისი თანმიმდევრული იყო. ერთ სიტყვით
ჩემი მოსაზრება მინდა დავასრულო თუნდაც ერთ-ერთი თავგანწირული მეთაურის იასონ ჯავახიშვილის სიტყვებით, რომელმაც სასამართლოზე თქვა, რომ როდესაც საერთოდ გაჩაგრული ელიტის თავისუფლებისათვის ის ყველგან გამართლებულია, მაგრამ ჩვენთან საბჭოთა სამყაროში ესე ვთქვათ, როდესაც რომელიმე ელი ხმას ამოიღებს, ის რეაქციას და რეგრესიულ მომენტს ნიშნავს. არავითარ შემთხვევაშიო ეროვნულ დღეს აი ამ საბრალდებულო სკამზე ეროვნული მოძრაობა არისო და ჩვენას გვეკუთვნის ამ მისათვის იმათ გამიზიარებთ. მას არ უნამია არც ერთი წუთით, რომ ის აჯანყდა, ამის მეგობრები აჯანყდნენ და მიუხედავად რომ იმისა, რომ რა თქმა უნდა ახლა შესაძლებელი დაუშვეს კი შესაძლებლად რომელი აჯანყება ყოფილა ან რომელი ადამიანური ცხოვრება ისე ადამიანმა შესაძლებელი არ დაუშვეს რა, მაგრამ ეს შესაძლებელი ერთი წამითაც არ ცხებს ან შიფს ან რაიმე ლაკას 1924 წელს აჯანყებულთა ღვაწლს და დიდ დამსახურებას. აი ეს კრიტერიუმების ძებნაში მე რა თქმა უნდა ფორმულას ვერ დავწერ, ვერ ჩამოვწერ, ვერ ვითხვი კიდეც, მაგრამ ერთ რამაში გაცნობილი ვარ, რომ ეს მიზანშეუწოდებების თვალსაზრისიდან არ უნდა შეფასდეს და არ ვლაპარაკობ რაღაც უხეშ ტერმინებზე, რომელიც წლების მანძილზე ისმოდა, მაგრამ მეც დღეს აღარ ისმის ეს არანტირია იქნებოდა და იქნება. Yeah, it's worth reminding us of the continuities that led up to this revolt in 1924. There were attempts in Swaneti and Khetsureti and Kakheti before 1924. So there was a domestic context to this revolt. I'm also reminded, I remember when Georgi Kandalaki, who's sitting over there when we were in Washington in September, talking about this, and Georgi reminded us that this was a revolt. It was a national revolt, absolutely. But it was a revolt for the return of self-government. It was a revolt to re-establish relations with Europe, and it was a democratic revolt. So, if we're talking about what the motives here, they were multi-layered. Of course, it was about independence, but it was also about many other things. So, Dimitri Didimabova. მოგესალმებით. პირველ რიგში მადლობა მინდა გადავხადო ორგანიზატორებს. 2024 წლის აჯანყების 100 წელი ძალიან მნიშვნელოვანი თარიღია. კარგი იქნებოდა ალბათ თუნდაც ერთი წლის წინ შექმნილიყო სამთავრობო კომისია, რომელიც ყველაფერს აგებნავდა, ოფიციალურ ღონისძიებებს ყველაფერს, მაგრამ ნუ გვაქვს ის რაც გვაქვს. თუმცა ფიქრობ სამეცნიერო საზოგადოება მაინც თავისი ვარი მოეხადა, იმიტომ რომ თელევიზიო კონფერენციები ჩატარდა იგივე სახელმწიფო უნივერსიტეტში, თბილისში, ქუთაისში, ბათუმში და ძალიან შეფერად ამის მაგალითია. სამეცნიერო საზოგადოებას ეს თარიღი ახსოვს და სათანადოდ აღნიშნავს. მე ძალიან მოკლედ მოხსნის რამოდენიმე საინტერესო ინფორმაციას, რომელიც არის აჯანყების წინა პერიოდის შესახებ დაცული პოლონურ არქივებში. პოლონეთი ძალიან დაინტერესებული იყო ანტისაბჭოთა ეროვნული მოძრაობით საბჭოთა კავშირში, თურქიის საზღვარგარეთ ქვეყნებიდან ვინმე ყველაზე მეტად ეხმარებოდა ქართული მიგრაციას და ანტისაბჭოთა მოძრაობას ეს იყო პოლონეთი. და თუკი ვინმე იყო ინფორმირებული იმაზე, რაც ხდება საქართველოში, ევროპის დედაქალაქებში, შორის, ალბათ ვარშავა იყო ერთ-ერთი პირველი. თუმცა ამასთავის ობიექტური მიზეზები ჰქონდა, დაწყებული სუცკის აღმოსავლური პოლიტიკიდან და გაძერებული სასაკითხებით. ამხრივ ძალიან საინტერესო არის პოლონეთის სამხედრო ატაშეს ფონდები, რომელიც იყო კონსტანტინოპოლში. არ მეგიგვირდეთ, მიუხედავად იმისა, რომ რიგის ზავის მერე პოლონეთს ჰქონდა საელჩო და ყავდა სამხედრო ატაშე მოსკოვში, კავკასიას კურირებდა კონსტანტინოპოლი, გასაგებია ტერიტორიული სიახლის გამო და აქედან გამომდინარე ეს მთელი მასალები ძირითადად არის სწორედ აქ.
1922 წლებში დაახლოებით 12-მდე მოხსენებითი ბარათია გაგზავნილი კონსტანტინოპოლიდან, ეს არის პოლკოვნიკი ლევან ბოკიცკი, სამხედრო ატაში კონსტანტინოპოლში, ვარშავაში, რომელიც ეხება ანტისაბჭოთა მოძრაობას და აჯანყების მომზადებას სამხრეთ კავკასიაში. საინტერესო ერთი რამე, რაც ბატონო დიმიტრიას აღნიშნა, ყველა მოხსენებით ბარათში საუბარია აჯანყებაზე კავკასიაში და რა ცალკე საქართველოში. ხაზგასმულია აჯანყება იქნება კავკასიაში, ხაზგასმულია ისიც, რომ ეს უნდა იყოს სათანადო საერთაშორისო ვითარება და ასევე გათვალისწინებული უნდა იყოს ვითარება საბჭოთა კავშირში. ძალიან საინტერესოა, რომ ლევან ბოკიცკის რამდენიმე დოკუმენტში აქვს კიდე ესეთი ინფორმაცია ანტისაბჭოთა განწყობა კავკასიაში. და ის წერს ესეთ რამეს, რომ საქართველოში მსახიობის უდიდესი ნაწილი განწყობილია საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ, ანალოგიური მდგომარეობაა ჩრდილოეთ კავკასიაში, განსხვავებული ვითარება აზერბაიჯანში, სადაც ბაქოში არის პრორუსული განწყობები, დანარჩენი ტერიტორია აზერბაიჯანის და დანარჩენი მოსახლეობა ანტისაბჭოთაა და ყოველთვის საგანგებოდ გამყოფილია სომხეთის საკითხი. რომ სომხეთში ესეთი ანტისაბჭოთა განწყობები არ არის და ამის მიზეზიც არის დასახელებული, ეს არის თურქეთი. თურქეთის შიშის გამო იქ ანტისაბჭოთა განწყობების შედარებით ნაკლებია და ყოველთვის ხაზგასმულია კიდე ერთი რამ, რომ თუ კი დაიწყება დიდი აჯანყება სამხრეთ კავკასიაში, ძალიან მნიშვნელოვანი არის თურქეთის პოზიცია. და პოლონელები თვითონ აღწერენ, რომ ჩვენი ერთ-ერთი ამოცანა იქნება უზრუნველყოთ თურქეთის ნეიტრალიტეტი. რომ არ მოხდეს ის, რაც მოხდა 21-ში ლენინსა და ქემალს შორის, როდესაც კავკასია ფაქტობრივად გაიყოს. და აი სომხეთთან ყოველთვის ესეთი ფრთხილი დამოკიდებულება აქვს. ახლა საინტერესოა კიდე ერთი რამ, არის ძალიან კონკრეტული საკითხებიც. ახლა აჯანყებისათვის საჭირო იარაღი ბუნებრივია და ვთქვათ, იგივე ვალიკო ჯუმბერმა როდესაც გააკეთა მოხსენება 22 წელს კონსტანტინოპოლში, იქვე გენერალ ზაქარიაძემ რომ გააკეთა შემდგომ ასევე მოხსენება აჯანყებაზე, იქ ყოველთვის საუბარი ამაზე, რომ იარაღს თავდაპირველად ჩვენ ვიშოვით, როდესაც განვაიარაღებთ იმ საბჭოთა ჯარს, რომელიც არის საქართველოში. ეს ოკაზია საუბარი, ასობა კავკასიის არმია, მე-11 არმია მე გადაკეთა ოკად. მაგრამ მე გჭირდება იარაღი. საიდან შემოვიდათ იარაღი? იარაღი შემოვიდათ საზღვარგარეთიდან და აქ საუბარი არ ქოხამდა საფრანგეთსა და პოლონეთს, უფრო მეტად პოლონეთს. 1922 წლის 4 მარტს ლევან ბოკიცკი აგზავნის მოხსენებით ბარათს, სადაც წერს ესე, რომ მე მქონდა საუბარი კონსტანტინე საბახტარაშვილთან და პაპატი კონსტანტინე ვაჯამაძესთან და მან მე მომცა ორი სია. სია A, ეს არის იარაღის ჩამონათვალი, რომელიც აჯანყების დასაწყისში უნდა იყოს საქართველოში და სია B, ეს არის იარაღი, რომელიც ერთი თვის მერე უნდა მივიდეს საქართველოში. ერთი თვე რატო? იმიტომ რომ აი ამ გეგმის მიხედვით აჯანყებულები რომ გაიმარჯვებდნენ და საბჭოთა ხელისუფლება დაამხობდნენ, ცხადია მერე მოხდებოდა საბჭოთა რუსეთის ხელახალი ინტერვენცია და ეს ბრძოლა სიმთვრია რამოდენიმე თვე გაგრძელდებოდა და ესეთი პროგნოზი აქვს, რომ სადღაც ერთი თვის მერე მთელი კავკასია გამოიყენოს დაახლოებით, არ გაგიკვირდეთ, დაახლოებით 300,000 მეომარს. და ამ 300,000 მეომარს ჭირდება იარაღი და უნდა მივიღოთ პოლონეთიდან და საინტერესოა, რომ პოლონური მხარე ამას არ აღიქვამდა როგორც რაღაც ფანტასტიკურ გეგმას. იმავე 1922 წლის 7 აპრილს უკვე პოლონეთის გენერალური შტაბის უფროსი აგზავნის წერილს რუმინეთში, ბუქარესტში, რუმინეთში პოლონეთის სამხედრო ატაშესთან და ეუბნება, რომ აჯანყების შემთხვევაში ჩვენ მოგვიწევს იარაღი მივაწოდოთ საქართველოს და ერთ-ერთ მარშრუტად განიხილება ესეთი რამ, ლვოვიდან მაშინ მოგაცემათ პოლონეთში შედიოდა დასავლეთ უკრაინა და უკრაინას და რუმინეთს საერთო საზღვარი ჰქონდათ. უკრაინას მეტი პოლონეთს და რუმინეთს ჰქონდათ საერთო საზღვარი. ლვოვიდან იარაღი ჩავა გალათაში, ეს არის პორტი დუნაიზე, დღესაც არის და მნიშვნელოვანი პორტია. იქიდან გემები წავა ფოთში და ბათუმში. და გთხოვთ, რომ ეუბნება თავის ატაშეს, რომ რუმინეთის სამხედრო ხელმძღვანელობასთან ეს საკითხი განიხილოთ. ანუ პოლონელებისთვის ეს არ იყო რაღაცა ის ფანტასტიკური იდეა, ისინი ფიქრობდნენ, რომ რეალურად შეიძლება ეს გზა გამოვიყენოთ. რუმინეთში რამდენადაც მეც გამიმართულები და არავის არ მომშავია რუმინეთში არქივი, ბუქარესტის არქივებში, თუმცა ფიქრობ, რომ იქ ძალიან საინტერესო ინფორმაციები იქნება. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რაც ამ მოხსენებით ბარათებშია. აჯანყება არ უნდა იყოს სტიქიური და უნდა იყოს წინასწარ დაგეგმილი. 4 მარტს, როდესაც ბოკიცკი აგზავნის დეპეშას იქცეს ესეთ რამეს, რომ გვარჯალაძე მემკვიდრება, რომ მინიმუმ 2-3 კვირით ადრე პირადად მე მეცოდინება უკვე აჯანყების დაწყების თარიღი და მე გაცნობებთ თქვენ. 10 ივნისს ბოკიცკი კიდე აგზავნის დეპეშას, ნაბადიათა მოხსენებით ბარათს, სადაც აღწერს კიდე ერთხელ საუბარს
გვარჯალაძესთან და წერს, რომ გვარჯალაძე მე გარანტიას მაძლევს, რომ აჯანყება არ დაიწყება სტიქიურად, ის იქნება წინასწარ მომზადებული და საერთაშორისო ვითარება იქნება დათვალისწინებული. ამის მერე ბობიც კი ეკითხება გვარჯალაძეს. არის გარანტია იმისა, რომ აჯანყება არ იქნება, ანუ მაძლევ თუ არ გარანტიას იმისას, რომ აჯანყება არ დაიწყება სტიქიურად და გვარჯალაძე კი მე ასე გარანტიას გაძლევთ. ეხლა ერთი რამ უნდა გავათვალისწინოთ, ერთი არის ქართველები რას ეუბნებიან პოლონელებს, მეორე არის პოლონელები რას ფიქრობენ და ამაზე სხვა რეალობაა თქვა თბილისში, საქართველოში და ნუ კიდე სხვა ბავშვი პარიშინკოფი ქართველი პოლიტიკოსები რას თვლიან და როგორ თვლიან. არ კიდე ერთი ძალიან საინტერესო ინფორმაცია, აი მაგალითი რომ გიყვანოთ, როგორ იყო პოლონეთი დაინტერესებული საქართველოში და კავკასიაში მიმდინარე მოვლენებით. 1923 წელს პოლონეთის გენერალური შტაბის უფროსი გენერალი სტანისლავ ჰალერი ბრძანებას უგზავნის ჩემს მენახსენ პოლკოვნიკ ბობიცკის. ეს არის დავალება. ბობიცკი რა ინფორმაცია უნდა შეაგროს და იქ პირდაპირ წერია. 2 თვეა გასული არ მაქვს არანაირი ინფორმაცია ჩოლოყაევის რაზმის შესახებ, კაფთე ჩოლოყაევის. და ძალიან ვთქვათ, მას უნდა დაემყარებინა კავშირი ჩეჩნებთან, მე არ ვიცი და ვთქვათ მომაწოდოთ ინფორმაცია. ანუ პოლონეთის გენერალური შტაბის უფროსი ინტერესდება კაფთე ჩოლოყაევის რაზმის საქმიანობით და თulis რომ აი 2 თვე ამას ინფორმაცია აქვს და უნდა იცოდეს რა და როგორ ხდება. შემდეგ უკვე 1924 წლიდან ჩდება კიდე ერთი ძალიან საინტერესო პიროვნება, ეს არის რომან კნოვლი, ეს არის პოლონეთის პირველი ელჩი ამბოლის მთავრობასთან. ეს ძალიან აქტიური პიროვნებაა და თადეუშ ჰოლოკოსთან და თადეუშ ხაფსთან ერთად კნოვლი არის ის, ვინც ფაქტობრივად დგას პროლეტარისტული მოძრაობის სათავეებთან. და არის მისი მოხსენებითი ბარათი დაწერილი 1924 წლის 20 სექტემბერს, უკვე აჯანყების შემდეგ. ის ანალიზებს ყველაფერს და აი ყურადღებას თუme ამას აქცევს, რომ არ იყოს საერთაშორისო ვითარება, საბჭოთა კავშირში არ იყოს სათანადო ვითარება აჯანყებისთვის, აჯანყების დაწყება ამ მომენტში იყო მცდარი და რაც მთავარი აჯანყება იყო სრულად მოულოდნელი, იმიტომ რომ როგორც ჩანს გვარჯალაძე კნოლსაც ეუბნებოდა, შეგატყობინათ აჯანყების დაწყებას, იმიტომ რომ კნოლი ეუბნება, რომ აჯანყების შესახებ მე გავიგე ანგოლის საგარეო საქმეთა მინისტრის ისა პაშასაგან პრივატული საუბრის შედეგად და გვარჯალაძემ საერთოდ შემთხვევით რომ აჯანყება დაიწყო საქართველოში. და თulis რომ ეს იყო ძალიან საინტერესო დასაწყისს აკეთებს, ეს იყო სოციალ-დემოკრატიული პარტიის ბრალი და ის უწოდებს პოლონეთის მთავრობას, ყოველთვის წერს ესე, რომ პოლონეთმა შეწყვიტოს ყოველგვარი ურთიერთობა სოციალ-დემოკრატიულ მთავრობასთან, აქცენტი გადაიტანოს ეროვნულ-დემოკრატიულ პარტიაზე და იმ ძალებზე, რომლებიც არიან აი ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის იგივე თავმოყრილი საქართველოშიც და პარიზშიც. აი მოკლედ რაც მე შეიძლება მეთქვა, ძალიან საინტერესო ინფორმაციებია ამ პოლონეთში დაცული. მათი ნაწილი გამოქვეყნებულია სამცხარო პოლონურად, გამოქვეყნებული მხოლოდ ერთი მოხსენებითი ბარათია თარგმნილად და ვფიქრობ, რომ უნდა გაგრძელდეს ამ მუშაობა და ძალიან საინტერესო იქნება ეს მონაცემები, რაც შეეხება ზოგადად აჯანყებას მე ვეთანხმებ ბატონ დიმიტრის, რომ იმ ასე წლის მერე ძალიან ადვილი საუბარი, რამდენად მიდან შეწორილი იყო, არ იყო ვითარება როგორი იყო, მაგრამ ვეთანხმებ ბატონ დიმიტრის იმაში, რომ იმ ხალხს ხონერად არ შეეძლო, ისინი უნდა აჯანყებულნი იყვნენ. სხვანაირად მათ არ შეეძლოთ, ისინი თვითონ უნდა გააკეთონ. ისტორია ვიცის მაგალითები, როდესაც იცი რომ ზოგადად წინასწარ წადებული, მაგრამ მაინც იცი. იმიტომ რომ სხვანაირად არ შეგვიძლია. აი ეს იყო ამ ხალხის პოზიცია და ეს აუცილებლად გულისხმობა გავიწევთ, თორსა ამ აჯანყებას აფასებს. დიდი მადლობა. დიდი მადლობა. ძალიან საინტერესო იყო. აბსოლუტურად ვიცოდი ამ პოლონეთის კავშირის შესახებ და ძალიან საინტერესო. ეს კავშირი პოლონეთთან საქართველოსთვის ყოველთვის იყო ძლიერი და მნიშვნელოვანი განსხვავებული თემებში. დიდი მადლობა. ეკა მუსიკა. დიდი მადლობა. ეს აჯანყება საერთაშორისო ისტორიოგრაფიის მიერ განხილულია როგორც შეშათვაში, როგორც რუსეთის სამოქალაქო ომის დასასრული, 7 წლიანი დიდი სამოქალაქო ომის დასასრული, რაღაცა ბოლო ანტიბოლშევიკური სერიოზული გაბრძოლება. აქ აღინიშნა უკვე რომ სახელმწიფომ ბევრი არაფერი აღნიშნა ამ აჯანყებასთან დაკავშირებით და პირიქით სხვა რაღაცების აღნიშვნა დაგვაწევინონ, ამაზე ვფიქრობ ყველა მეგობრიდან.
მე მინდა გავიხსენო ჯერ კიდევ როგორ არის ეს ამბავი, როგორ არ გამხრალა ეს კოლექტიური მეცნიერება, რომელიც შექმნა საბჭოთა ხელისუფლებამ წელს მე და მეგობრები ვიყავით ქართლსა სოფელ მატანში, ის მშობლიურ სოფელ მატანში და გვინდოდა ქართლსა სახლის ნახვა, სადაც ცხოვრობდა. ჯერ ხო არავინ არ იცოდა და ვისაც გაეგო ქაქუცა, რამდენიმე ადამიანმა უთხრა, ეგ ხო ყაჩაღი იყო. ანუ ეს დამკვიდრებული რომ ეს იყო ყაჩაღი, რაღაცა ბზული კაცი, მძარცველი, ეს რაც საბჭოთა მის მშობლიურ სოფელზე არის საუბარი, ხო და რაღაც. ანუ ნაცვლად იმისა, რომ ადამიანები ამის ამაყობდნენ და იყოს მათი გმირი 33 წელია დამოუკიდებლები ვარ და აჯანყების 100 წლის თავზე ესეთი რაღაც დაკავების უფრო მეტიც. იმავე ახმეტის რაიონში მატანთან ახლოს არის სოფელი აწყური, საიდანაც იყო ქაქუცას შეფიცული ალექსანდრე სულხანიშვილი. ახლა უბრალოდ გემასწორებათ ალექსანდრე სულხანიშვილი, რომელიც 96 წლის ასაკში ჩამოვიდა საქართველოში ცოცხალი 1990 წელს და ჩამოიტანა ეს ქაქუცას დროშა, ხმალი და რამდენიმე დღეში გარდაიცვალა და მისი ანდერძის მიხედვით დაკრძალეს ამ სოფელი აწყურის, მის მშობლიურ სოფელი აწყურის თეთრი გიორგის ტაძრის ეზოში საფლავის გაკეთებას პირადად ზოგადსახურდია კურირებდა და რა მოხდა? აჯანყების 100 წლის თავზე, სწორედ წელს ამოთხარეს ეს საფლავი, იქ გააკეთეს პარკინგი და ეს კაცი ამ ხელი შეუშალა ვიღაცას რა და ეს კაცი გადაიყვანეს სხვაგან, ხო? ანუ მდგომარეობა და გარემოება არის ეს, ახლა ჩვენ რაც შეგვიძლია ამ ეტაპზე, რაც ჩვენ ძალაში და ღონეში არის, იმდენს ვაკეთებთ, ხო? რო დაუბრუნდეთ ახლა, რო დაუბრუნდეთ ჩემს უშუალო სათქმელს სიტყვას, ჩემს როგორც ისტორიკოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ სათქმელი მიეცეს ყველას. ან როცა რაღაცა მოვლენას გადავიხილავთ, ამ მოვლენას ჰყავს აქტორები, ეგრეთ წოდებული სტეიქჰოლდერები, აქეთა და იქთა მხარე და ხშირად ხდება ხოლმე ისტორიოგრაფიაში, როცა საკითხს განიხილავენ ერთი მხარის პერსპექტივიდან. ან ქართული მხარის პერსპექტივიდან, ან არაქართული მხარის პერსპექტივიდან და სათქმელს მეორე მხარეს არაძლევენ. ისტორიკოსი არის მოსამართლე დიდწილად, ხო? იმიტომ რომ რასაც ისტორიკოსი წერს, მერე ის გაჟდება ხოლმე კოლექტიურ მეცნიერებაში და ამიტომ ისტორიკოსმა როგორც მოსამართლემ უნდა მისცეს ორივე მხარეს პოლემიკის საშუალება, ასევე ისტორიკოსმა უნდა მისცეს პოლემიკის საშუალება მის მიერ განშილ მოვლენებში ყველა მხარეს. ხო, ჩვენში ძირითადად აქამდე იყო ხოლმე აი აქეთა ვთქვათ აი აჯანყებულების მხარეთა ისტორიულ საარქივო დოკუმენტებზე დაყრდნობით მსჯელობა და მე როგორც გითხარით შევძელი გადავლება ის დოკუმენტაცია, რომელიც ჰარვარდის უნივერსიტეტშია დაცული, ეს არის ანუ ყოფილი აი დღეს იმელის ინსტიტუტი რაც იყო ჩვენთან ანალოგიური იყო რუსეთშიც და ეს ამას ქვია სოციალური და პოლიტიკური ისტორიის ეროვნულ სახელმწიფო არქივი, სადაც ეს პირადი ფონდები არის საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის არქივი და ეს სხვადასხვა ესეთი დოკუმენტები არის დაცული, რომელიც ამჟღავნებს ძალიან ბევრი ინფორმაციას, ანუ რა რეფლექსია ჰქონდა საბჭოთა ხელისუფლებას ამ აჯანყებას და საერთოდ ვინ იყვნენ ის ხალხი და რა ხალხი იყო ეს, რა პოლემიკა არსებობდა საქართველოს გარშემო აი ამ საბჭოთა ზედავე შემონებში. საერთოდ 1920 წლიდან რომ დავიწყოთ, იყო სამი ძირითადი დაჯგუფება საბჭოთა ხელისუფლებაში, რომელიც პოლიტიკას ქმნიდა, ან ცდილობდა რომ შეექმნა პოლიტიკა კავკასიასთან და საქართველოსთან მიმართებით. პირველი ჯგუფი ეს ამას ესე დავარქმევდი მე ქორების ჯგუფი, ანუ აგრესიული ქორების ჯგუფი, რომლებიც სასწრაფოდ ითხოვდნენ საქართველოს დაპყრობას, ეს არის სტალინი და ორჯონიკიძე, ხო? მათ თავიანთი ძალიან პარტიკულარული ინტერესი ამოძრავებდათ
მეორე ჯგუფი დავარქმევდი ინტერნაციონალისტებს, ეს არის ლეონ ტროცკისა და კარლ რადეკის ჯგუფი. ისინი კომინტერნის ჭრილში უყურებდნენ საქართველოს საკითხს და ის მათ საქართველოს იყო მეორე ინტერნაციონალის აგენტი, ანუ ეს კომინტერნის მესამე ინტერნაციონალია და მეორე ინტერნაციონალის აგენტი არის რუსეთის სიღრმეში და ეს არის მენშევიზმის აგენტი და შესაბამისად იმისთვის რომ ბოლშევიზმმა გაიმარჯვოს მსოფლიოში და მსოფლიო რევოლუციის ხალხი ესენი მენშევიზმის სასტიკათურად დამარცხდეს და დაისაჯოს. ამ პერსპექტივით უყურებენ რადეკი და ტროცკი ამ საკითხს. ხოლო მესამე ჯგუფი არის ასე ვთქვათ ზომიერების ჯგუფი. ეს არის ლენინი და საგარეო საქმეთა სახალხო კომისარი ჩიჩერინი. მე მას არ ვიტყვი რომ მათ არ უნდათ საქართველოს ოკუპაცია, რასაკვირველია მათაც უნდათ, მაგრამ ეს მათი პრიორიტეტების სიაში არ იყო სათავეში. ხო თუ თქვათ საქართველოს დაპყრობა გართულებაში შექმნიდა ბრიტანეთთან ურთიერთობაში, ან საქართველოს კვება მოუწევდათ, ან რაღაცა სხვა საერთაშორისო გართულებები მოყვებოდა, ისინი თანახმანი იყვნენ რომ საქართველოს ოკუპაციას გადაეწია ხელსაყრელ მომენტამდე. თუმცა 1921 წელს, ბევრი არ გავაგზავნე, 1921 წელს სტალინისა და ორჯონიკიძის დაჟინებულმა მოთხოვნებმა გაიმარჯვეს და დამთავრდა საქმე საქართველოს ოკუპაციით. აი 1921 წლის მომენტისთვის სტალინის და ორჯონიკიძის ჯგუფში შედიან ასევე ეს ქართველი უკლონისტები. ანუ აი ეს ქართველი ბოლშევიკები, ბუდუბდივანი, ფილიპე მახარაძე. ანუ 21 წელს ესენი ერთ საქმეში არიან. მაგრამ 21 წლიდან იცვლება მდგომარეობა, ну ჯერ ეს ერთი ამ ქართული საქმის შემდეგ 22 წლის ბოლოდან ლენინი ფაქტობრივად ეთიშება ამ პოლემიკას, ლენინი აღარ არსებობს ამ პოლემიკაში, აღარ არსებობს არ ჩიჩერინი, იმიტომ რომ საქართველოს აღარ არის საგარეო პოლიტიკური საკითხში და პოლიტიკური საკითხში და მაშინ მონაწილეობა საგარეო საქმეთა სახალხო კომისარი ვერ მიიღებს და სცენაზე რჩება ეს სტალინი ორჯონიკიძის აგრესიული ჯგუფი და ტროცკი რადეკის ჯგუფი, მაგრამ მესამე ჯგუფად შემოდის ახალი ხალხი. ესენი არიან ეს ნაციონალურ უკლონისტები, რომლებიც უკვე 21 წლიდანვე, 21 წლის ზაფხულიდანვე გამოეყოფიან სტალინ ორჯონიკიძეს და იკავებენ ზომიერების ადგილს, ხო? ამ ქართულ ნაციონალურ უკლონისტების ნაწილს მართლა სერიოზულად ეგონა, რომ საქართველოს შეიძლება ყოფილიყო დამოუკიდებელი, მას ჰქონოდა საელჩოები, თავისი ჯარი, არმია, ასე შემდეგ და ასე შემდეგ. აი, განსხვავება რო გითხრათ, მაგალითად, ახლა მე ბრიტანეთის ეროვნულ არქივში ვნახე ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წევრის, პოლკოვნიკი დავით შალიკაშვილის მოხსენება ბრიტანეთის სარდლობისადმი და ის დეტალურად ეს არის 23 წლის არის დათარიღებული ეს მოხსენება და 22 წლის ქართულს ხელსურათის აჯანყებას იხსენებს დეტალურად. და ის ამბობს, რომ შეკა ეხვეწებოდა ქართულს, რომ სულ ამნისტიას მოხდა, ამ დროს უკლონისტები არიან 22 წელს ხელსურათის აჯანყების დროს უკლონისტები არიან საქართველოს ხელისუფლების სათავეში და მათი ჩეკა კოტეცინცაძე და სხვები ეხვეწებოდნენ ქართულს ჩააბარე იარაღი, თუ გინდა საზღვარგარეთ გაგიშვებ, თუ გინდა აქ დარჩი იცხოვრე, ან სულ ამნისტიას პირდებიან. მაგრამ აი უკვე 23 წელს ამ ქართული საქმის შემდეგ, რაც აი უკლონისტების ასე ვთქვათ დაწინაურება ბჭყალებში ხდება და მათი მოსკოვში გაგზავნა, აი აქ ვითარების კონტროლს იწყებს. 24 წლის აჯანყებისთვის უკვე სტალინ ორჯონიკიძის ჯგუფი დგას საბჭოთა საქართველოს სათავეში და 24 წელს გვაქვს სხვა რეალობა. ამიტომ იყო პირველ რიგში 24 წლის აჯანყება ძალიან სისხლიანი. იმიტომ რომ ეს არ იყო ზომიერი ხალხი, ეს ძალიან აგრესიული ხალხი იყო და 24 წლის აგვისტოს ბოლო დღეებში გვაქვს შემდეგი მოცემულობა, რომ სტალინი საყედურობს ორჯონიკიძეს, რატომ არ მცემ პასუხს ტელეგრამებზე. ანუ სტალინი წერს ორჯონიკიძეს და ორჯონიკიძე არ პასუხობს. რა ხდება? ესეთი რამ მოხდა ორჯერ საქართველოს ისტორიაში.
როცა ორჯონიკიძეს კრემლიდან წერენ და ორჯონიკიძე აფასკობს. პირველად ეს მოხდა 1921 წლის 12-13 თებერვალს. სტალინმა და ორჯონიკიძემ საქართველოში ეგრეთ წოდებული ინსცენირებული აჯანყება ლორეს ოლქში დაიწყეს ლენინის ზუგ-ზუგან. ლენინმა არ იცოდა, მან პოსტფაქტუმ შეიტყვა აჯანყება და ლენინი წერს ორჯონიკიძეს, რომ სწრაფად მიპასუხე. რამდენიმე ტელეგრამა გაუგზავნა, ორჯონიკიძე არ პასუხობს, იმიტომ რომ მას უნდა ფაქტის წინაშე დააყენოს ლენინი, რომ გადაუარა ქართულ ჯარებს და მეერე უკვე შემდგარ ფაქტზე თანხმობა ატყუებინოს ლენინს. ლენინი ბოლოს დაემუქრას ისე სამართლის საქმის აღზრდით მის წინააღმდეგ სასწრაფოდ თუ არ მიპასუხებო. მაგრამ უკვე როცა ორჯონიკიძემ პასუხი გასცა, ძალიან შორს იყო ორჯონიკიძის თანამდებობის პასუხი და ლენინი ჩაყვა. ამას მეორედ ეს ხდება ზუსტად ამ აგვისტოს ბოლოს, როცა სტალინი წერს ორჯონიკიძეს და ორჯონიკიძე არ პასუხობს და რატომ არ პასუხობს? იმიტომ რომ ორჯონიკიძეს ამ დღეებში სისხლის ხალხობა აქვს დატრიალებული, ანუ ხოცავს მასობრივად ადამიანებს და მას არ უნდა რომ მოსკოვმა გააჩეროს. და უნდა რომ აი ეს რეპრესიები მიიყვანოს ბოლომდე. აი იმას ახსენა რომ სტალინი საერთაშორისო პერსპექტივიდან გამომდინარე წინააღმდეგი იყო იმ მომენტში 24 წელს სვარეალობა ეს არ არის 37 წელი. 24 წელს ორჯონიკიძემ აქ 37 წლის კალიბრის რეპრესიები გაატარა. და რადგან ჯერ 24 წელია და არა 37, სტალინი ჯერ ამისთვის მზად არ არის და აჩერებს მას საერთაშორისო პერსპექტივებიდან გამომდინარე. ეხლა მე მინდა უცებ გაგაცნოთ აი ფიდბექი ასე რომ ვთქვა. აქედან აი ქვემოდან დაწყებული სულ სათავეთი დამთავრებული ვინ რა თქვა, ანუ საარქივო დოკუმენტები, ვინ რა თქვა ამ აჯანყების თაობაზე ბოლშევიკური პარტიის ლიდერშიპიდან. პირველი, ყველაზე დაბალი რგოლი ეს არის გურიის აღმასკომის თავმჯდომარე. გურიის აღმასკომის ანუ ვინც ადგილზე არის, ხო? მესით თქმით, გურიაში მოსახლეობის 90% გამოვიდა აჯანყებაზე. ანუ სრულად ერთადერთი რეგიონი იყო, ამას ყველა საბჭოთა დოკუმენტი ადასტურებს, რომ ერთადერთი რეგიონი იყო, სადაც ფაქტობრივად სრულ მთელმა მოსახლეობამ მიიღო აჯანყებაში მონაწილეობა. და გურიის აღმასკომიდან მოდის შემდეგი მოხსენება, რომ აჯანყების მიზეზი არის არა რელიგიის შევრეცროება, არა ნაციონალიზმი, არა რელიგიური გაჭირვება, ეკონომიკური გაჭირვება, არამედ დემოკრატიის შეზღუდვა. ანუ ჩვენ ამ გურულები უკვე 30 წელია ამ შეჩოულები იყვნენ, რომ ისინი თავი კაცებს თვითონ ირჩევდნენ. და თავიანთ ანუ ადგილზე ადამიანები ავითარებდნენ ინიციატივებს და ჩვენ ეს მოვყავით. და ეს იყო ამ აჯანყების მიზეზი. და ის ამბობს, რომ გურულები წერაკითხვის უსწოდნენ ხალხია და ამიტომ იყო დემოკრატიაზე მოთხოვნილება. ამის ზემოთ უკვე 20 გვერდიანი მოხსენება აქვს მაშინდელი საბჭოთა საქართველოს ლიდერს ბესო ლომინაძეს. ის ამბობს შემდეგ რამეს, რომ ჩვენ გვქონდა ინფორმაცია, რომ აჯანყება იგეგმებოდაო. 15 აგვისტოსაც დავიჭირეთ ესენი ვალიკო ჭუღელი და სხვაები, მაგრამ მე წავედი შეგულებაში, იმიტომ რომ ვერც წარმოვიდგენდით იმ მასშტაბს აჯანყებისა, რომელიც გველოდა, ანუ როცა ჟორდანია მათ ჰქონდათ ემიგრაციიდან სადაზორო ინფორმაცია, სადაც ჟორდანია საუბრობდა მასობრივ აჯანყებას და ეს ინფორმაცია რომ მოგდიოდა სასაცილოდ არ ყოფნიდაო, იმიტომ რომ გველოდით რაღაც ძალიან პატარას. ხო? მაგრამ ეს აჯანყება აღმოჩნდა ძალიან ძლიერ. ეს ამბობს, რომ ქალაქებს ჩვენ ვაკონტროლებდით, ქალაქებზე ვის პულსზე ხელი გვედო, მაგრამ ამ აჯანყებამ აჩვენა, რომ წარმოდგენა არ ჰქონდა რა ხდებოდა სოფლებში. წარმოდგენა არ ჰქონდა სოფლებში მიმდინარე მოვლენებს და ის ამბობს ესეთ რაღაცას, რომ გურიაზე აქვს ყველას აქცენტი, იმიტომ რომ გურიაში არის ყველაზე დიდი ეს აჯანყება. ლომინაძე ამბობს შემდეგ რამეს, რომ
გურიაში წერა-კითხვა იცის ყველა და ეს იყო ჩვენი პარტიული მუშაობის წარმატებების შედეგი, იმიტომ რომ გადარწმუნება წერა-კითხვის მცოდნე ადამიანისა ბევრად უფრო ძნელია და ის ამბობს, რომ ყველაზე განათლებული ადამიანი გურიაში არის მენშევიკი, ყველა გაუნათლებელი არის ბოლშევიკი. თვითონ ლომინაძე ამბობს ამას. საქართველოს ხო, გურიაზე მინდა ერთი რაღაც თქვა. მოგვიანებით სერგო ორჯონიკიძემ წაიკითხა ძალიან ვრცელი მოხსენება ამ აჯანყებას, რომელსაც შევეხები ახლა. ამ აჯანყებას ეს აჯანყება საქართველოში ასოცირდება დღემდე ქართულსა ჩოლოყაშვილთან, ხო, რომ აი ჩოლოყაშვილის აჯანყება, აი ამის ექსკლუზიურად ჩოლოყაშვილის. ორჯონიკიძე ამბობს ესეთ რამეს, რომ ჩვენ ველოდით, რომ ჩოლოყაშვილს ერთი 600-700 კაცი ეყოლებოდა, მაგრამ მას ყავდა მხოლოდ 50-60 ადამიანი და აჯანყება რეალურად იყო გურიის აჯანყება, ანუ ყველაზე ძლიერი იყო გურიაში. 5 რეგიონში მოხდა მთელ საქართველოში აჯანყება, აქედან ყველაზე ძლიერი იყო გურიაში და ყველა საფრთხეს წარმომადგენს, რომ ამის მიზეზი არის წერა-კითხვა. მეორე ადგილზე არის სამეგრელო, მესამეზე არის იმერეთი და ასევე იყო უფრო ბევრად შეზღუდულად, აი ქართლის უერთი სოფელი იყო მაგალითად, კავთისხევი და ძალიან შეზღუდული იყო ასევე კახეთის რეგიონში. ჩამოყალიბდა კომისია, საქართველოს კომპარტიამ ჩამოყალიბდა კომისია მიხეილ კახიანის მეთაურობით და როგორც იმას სწორად თქვა, მისი მოხსენების ამ კომისიის დასკვნის არასაიდუმლო პროპაგანდისტული ნაწილი გამოქვეყნდა, ხოლო საიდუმლო ნაწილი უკვე ჩვენ ნახეთ არქივებში. და კახიანის კომისიის აზრით უკვე კომპლექსური იყო მიზეზები, რელიგიური თავისუფლებების შეზღუდვა, ნაციონალური საკითხი, სოციალურ-ეკონომიკური საკითხები და თითოეულ საკითხზე გაწერეს რეცეპტები, მაგრამ მაინც სტრატეგიულად ეს იმ ხელმძღვანელობის საკითხი იყო, რომ ზაკ რაიკომის, ანუ ზაკავკასკი რაიკომის, ზაკ რაიკომის და სერგო ორჯონიკიძის და სტალინის დონეზე ეწყდებოდა პოლიტიკის საკითხები და ყველაზე მნიშვნელოვანი არის ალბათ სერგო ორჯონიკიძის მოხსენება საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პლენუმს, რომელიც მან გააკეთა 24 წლის 27 ოქტომბერს და ის ამბობს აი ესეთ რამეს. ხო, წერა-კითხვაზე და გურიაზე ისიც ძირითად აქცენტს აკეთებს, მაგრამ აი მე მინდა მოგახსენოთ ამონარიდების სერგოს მოხსენებიდან ის ამბობს, რომ როცა საქართველოში შევედით, მენშევიკურ პარტიას ყავდა 115,000 წევრი, ოფიციალური წევრი, რაც არის ძალიან დიდი რაოდენობა. და მათ შორის თბილისის მაზრაში 12,000 წევრი ყავდა მენშევიკურ პარტიას, ხოლო ჩვენ ყავდა მხოლოდ 500. ანუ შეფარდება არის 1:24-თან. ის აგრძელებს 1924 წელია უკვე და სერგო აგრძელებს, რომ გურიაში მენშევიკებს ყავდათ 8,500, ხოლო ჩვენ ყავდა 600-700 წევრი. ხოლო ახლა უკვე 3 წლის შემდეგ ყავს მხოლოდ 1200. ანუ 1924 წლის მდგომარეობით ბოლშევიკებს ყავდათ იმაზე 7-ჯერ ნაკლები წევრი პარტიაში, გურიაში კონკრეტულად, ვიდრე 3 წლით ადრე ყავდათ მენშევიკებს, ხო? ის წარსულსაც იხსენებს და როდესაც აი რსდმპ-ს ხრელობები იმართებოდა, რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის ხრელობები იმართებოდა, ირჩევდნენ დელეგატებს, მათ შორის საქართველოს ტერიტორიიდან. და მაშინ როცა სტოკჰოლმის კონფერენციაზე მენშევიკებმა გააგზავნეს 20 კაცი, 20 დელეგატი აირჩიეს, ჩვენ ვერ გავგზავნეთ ვერც ერთი. ანუ ვერც ერთი დელეგატი ვერ იქნა არჩეული ბოლშევიკურ პარტიიდან. ანუ ამითი იმის თქმა მინდა, ეს ხო არ არის არც მენშევიკების სიტყვები არის, არც ჩემი სიტყვები არის, ამას ორჯონიკიძე ამბობს თვითონ, რომ ბოლშევიზმი და ბოლშევიკური ძალა იყო სრულიად უცხო ძალა ამ ქვეყანაში და ხიშტების გარდა მას ადგილზე აბსოლუტურად არაფერი არ ამაგრებდა.
შემდეგ უფრო მაღალ სტრატეგიულ დონეზე შეიქმნა პოლიტბიუროს კომისია, პოლიტბიუროს ყველაზე მაღალი ორგანო არის, ხო, საბჭოთა კავშირისა. პოლიტბიუროს წევრები იყვნენ კვიბიშევი, კამენევი და მოლოტოვი და ისინი თავის დასკვნაში ძირითადად დაეყრნენ ორჯონიკიძეს. ეხლა რაში მდგომარეობდა ეს დასკვნა? ორჯონიკიძეს თქმით, სოციალურ ფენებს გამოყოფს, ვინ მონაწილეობდა ამ აჯანყებაში. გურიის გამო გურიაში მაღალ საყოველთაო იყო. მაგრამ გურიის მიღმა ვინ იყო ამის სათავეში, ეს ამბობს, რომ ესენი არიან მენშევიკები, პირველად ასახელებს მენშევიკებს, მერე თავადაზნაურობა, ყოფილი ოფიცრობა და ინტელიგენცია. რეცეპტი, რასაც ორჯონიკიძე საზოგადოებას ესაფროსრად თანაპარტიელებს თავაზობს, არის შემდეგი. მენშევიკები უნდა განადგურდნენ, სრულად უნდა განადგურდნენ ყოფილი ოფიცრობა, ხოლო ინტელიგენციის კოოპტაცია უნდა მოხდეს, რომ მათ მივიცეთ რაღაცა დოზით ეს ნაციონალიზმი დავაკმაყოფილოთ, რაც მათ უნდა მივიცეთ პრივილეგიები და გავაკეთოთ აი ამ ინტელიგენციის კოოპტაცია. მე მგონი ეს ყველაფერი ძალიან ნაცნობი არის, ხო? ძალიან ნაცნობი არის, შორს არ წავალთ, ანუ დღევანდელ დღესაც ძალიან ნაცნობი გარემოება არის. და ბოლოს ორი სიტყვით საერთაშორისო რეაქციაზე მოგახსენებთ, მემარცხენეობა და მეორე ინტერნაციონალის რეაქცია ამ აჯანყებაზე. მეორე ინტერნაციონალი მოგახსენებთ საქართველოში 1920 წელს დაწერეს ძალიან ძვირფას ზოგმა გაუწმის წიგნი დაწერა, რამზი მაკდონალდსმა სტატიები დაწერა, იყო დიდი აღფრთოვანება, აღტაცება, მაგრამ როცა ეს ხალხი მოდის ხელისუფლებაში, ისინი უკვე სხვა პრიზმიდან უყურებენ, ისინი უყურებენ ამას ეროვნული ინტერესების პრიზმიდან და სწორედ აი მაგალითად პირველი სოციალ-დემოკრატიული მთავრობა საქართველოს იქით ევროპაში ყავდა შვედეთს. სწორედ შვედმა სოციალ-დემოკრატებმა აღიარეს საბჭოთა რუსეთი დე-ფაქტო, პირველმა ბრანტინგი იყო მაშინ იქ პრემიერ-მინისტრი. დანიის შემთხვევაში ეს იყო ასევე სოციალ-დემოკრატის დაუნინგი. რამზი მაკდონალდსი, რომელიც საქართველოში იყო და ძვირფასი სტატიები დაწერა საქართველოს თაობაზე, პრემიერ-მინისტრი იყო 1924 წელს, არათუ 1924 წლის აჯანყებაზე არ ვთქვამს არაფერი, არამედ პირიქით ის იყო 24 წელს აღიარა ბრიტანეთმა მისი პრემიერ-მინისტრობისას საბჭოთა კავშირი, უფრო მეტიც საფრანგეთის პარლამენტში იყო ესეთი კაცი, ანატოლი დემონზი, სოციალ-დემოკრატი და იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოფიციალური ლობისტი საფრანგეთის პარლამენტში, მაგრამ მას შემდეგ რაც მოხდა საბჭოთა ოკუპაცია, უცებ კაცი გადასკუდა და გახდა საბჭოთა კავშირის ლობისტი იმავე საფრანგეთის პარლამენტში. ამიტომ ერთია სოციალ-დემოკრატიული დოქტრინიორობა და მეორე არის ეროვნული ინტერესები. პრინციპში აი ამ ჩვენი სოციალ-დემოკრატებისა და ჩვენი რესპუბლიკის მთავარი მოკავშირე რაც უნდა გასაკვირი იყოს 18-21 წლების მანძილზე იყვნენ არა სოციალ-დემოკრატები, არამედ კონსერვატორები და იმპერიალისტები, გამომდინარე გეოპოლიტიკური და პრაგმატული გაფრენიდან, რომელიც ამ ხალხს ჰქონდა. კარგი, დიდი მადლობა და ესე იგი, სანამ სტიმას გადავცემ სიტყვას, ჩვენ თვალს გვადევნებს ყველასთვის ძალიან საყვარელი და საპატივცემულო ადამიანი, ქალბატონი ბზექალა შანიძე, რომელიც ამ აჯანყებიდან 2 წლის შემდეგ დაიბადა და შეიძლება ვთქვათ, ცოცხალი რაღაც მონაყოლი ამბებიც კი ახსოვდეს ამ აჯანყების თაობაზე. ამიტომ მინდა რომ ყველა მივესალმოთ, მადლობა უთხრათ მას ყველაფრისთვის სამეცნიერო და მოქალაქეობრივი ღვაწლისთვის, რაც ამ ქვეყნის წინაშე აქვს და რომელსაც ისევ აგრძელებს, იმიტომ რომ ყოველთვის აი როცა ასე რომ ვთქვათ, ავიშლებით და ავირევით დემოკრატიის დასაცავად, ქალბატონი მზექალას სიტყვები, მხარდაჭერის სიტყვები ყოველთვის წამოგვეწევა ხოლმე და მინდა რომ მან 2 სიტყვით მოგმართოს და თავისი სიტყვა გითხრას. ძალიან მადლობელი ვარ, ჯერ ერთი რომ მომასწრებინეთ ესა და მეორე რომ კიდევ თხოვეთ
მონაწილეობის მიღება. ახლა მართალი რომ გითხრათ, მე უშუალოდ ამ აჯანყების მონსტრი არა ვარ. აი თქვენ თვითონ ბრძანებთ, რომ მე 2 წლიან დავიბადე, მაგრამ ჩემს სამხანაგოში მერე და მერე ჩემს ახალგაზრდობაში იყო ისეთი ხალხი, რომელიც ნათესაურად თუ ოჯახურად იყვნენ დაკავშირებული ამ 24 წლის აჯანყებასთან. კავშირი ჰქონდათ და ერთი მათგანი იყო ასეთი ნუგეშა მაყაშვილი და მეორე იყო კოტე ჩოლოყვაშვილი. კოტე ჩოლოყვაშვილი ძალიან მშვიდი და უნარი კაცი იყო და ჩვენი ამხანაგი იყო, კარგი თამადა იყო, კარგი იცოდა, ოღონდ იყო რომ ყოველდღიურად დალევდა ცოტათი გაცხარდებოდა და ჩხუბობდა ხოლმე, მაგრამ მე არ მახსოვს რომ იმას ოდესმე ეხსენებინოს ქაქუცა ჩოლოყვაშვილი არც გაცხარებულ გულზე, არც მშვიდად, იმიტომ რომ ის მისი ახლო ნათესავი იყო და კახეთში მონაწილეობა ჰქონდა მიღებული აი ამ მოძრაობაში. რაც შეეხება ნუგეშა მაყაშვილს, ის დაიბადა იმის შემდეგ, რაც მისი და მარო მაყაშვილი დაიღუპა აი ამ 24 წლის აჯანყების შემდეგ და მე მხოლოდ ყურმოყრულად ვიცოდი, რომ ნუგეშა დაარქვეს სწორედ იმიტომ, რომ ის მის მშობლებს შეეძინათ მაროს დაკარგვის შემდეგ. ეს რა თქმა უნდა ყველასთვის, ვინც მათთან იყო დაკავშირებული ახლობლებისთვის ძალიან დიდი ტრავმა იყო, მაგრამ ამაზე ლაპარაკი მოიარებით თუ შეიძლება და ისე სხვათა შორის ხსენებით. და რაც შეეხება იმას, დღეს უნდა შევისწავლოთ თუ არა ეს მოვლენები, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ყველაფერი, რასაც ისტორიისათვის აქვს მნიშვნელობა, უნდა დაწვრილებებით იყოს გამოძიებული და დაწვრილებებით უნდა იყოს შესწავლილი. ის დრო წავიდა, როდესაც წაფარებული ჰქონდა ამას ყველაფერს და ყველაფერი რაც არ იყო მისაღები ოფიციალური მთავრობისათვის თუ ოფიციალური წრეებისათვის, ითვლებოდა მენშევიკურ არეულობად, მენშევიკურ შეთქმულობად და ერთი სიტყვით ისეთ საძაგელად, რომლის მოხსენებაც არ იყო სასურველი. მე ძალიან მადლობელი ვარ იმისა, რომ დღეს უკვე პოზიცია სხვაგვარი არის და ჩვენ შეგვიძლია აი დამსწრეების მეშვეობით თუ საზოგადოდ სხვების ახალგაზრდების მეშვეობით შევისწავლოთ ჩვენი ისტორიის ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენები და ამდა კარგი ამ ამბებისა სწორად შევაფასოთ. მე მეტი სათქმელი არაფერი მაქვს და მადლობელი ვიქნები, მადლობელი ვარ ძალიან, რომ მომეცით ეს რამდენიმე წუთში ჩემი აზრის გამოთქმის საშუალება. დიდი მადლობა, გაბატონო მზეკალა. ძალიან დიდი მადლობა თქვენი მონაწილეობისთვის ჩვენთან. მადლობთ. ყველას ისეთ მადლობა, ძალიან საინტერესო პრეზენტაციები, ძალიან ბევრი კითხვები დამიბადა, აი როცა გისმენდი, აი მაგალითად აი ბეკას ბოლო კომენტარი from საერთოდ ეს აჯანყება ძირითადად გურიაში ხდებოდა, სადაც ეს აჯანყების გული იყო და მაინტერესებს აი რატომ სხვა
რაიონებში იმდენად არ იყო გავრცელებული ეს მხარდაჭერა, აი კახეთში საერთოდ მიუხედავად იმისა, რომ კახუთი იყო მონაწილეობდა და რაზმები ჰქონდა კახეთში, მაინც ხალხი ძირითადად პასიური იყო კახეთში და აი მაგალითად ეს როლი, აი თვითონ ნოჟოდანის როლი, აი როგორც ლიდერი პირველი რესპუბლიკის ესეთ გულება რა როლს თამაშობდა ესეთ გულება ჟორდანისადმი და რამიშვილისადმი და სხვა გულებისადმი აი ეს პიროვნული მხარდაჭერა რამდენად მნიშვნელოვანი იყო და თბილისში, აი თბილისში რაც ეგრეოდა იმ დროს, აი რატომ თვითონ ქალაქში არ იყო მეტი მხარდაჭერა პროტესტისთვის. კიდევ ერთი პუნქტი, აი იმ დროს ამბობდნენ მენშევიკური ჯანმრთელობა, მაგრამ სინამდვილეში უკვე დიდი ხანია ქართველი სოციალ-დემოკრატები აცნებდნენ თავიანთ თავს მენშევიკებად, ხო? ეს იყო მათთვის განსხვავებული მოძრაობა. ესე იგი, ქართველები სოციალ-დემოკრატები იყვნენ და თავიანთი იდეოლოგია და თავიანთი ხედვა ჰქონდათ დამოუკიდებლობის შესახებ, რევოლუციის შესახებ და ასე შემდეგ. აი ესეც მაინტერესებს, აი ეს ალბათ არ უნდა ვიხართ ეს ტერმინი მენშევიკური უკვე აი როცა ჩვენ აპარატობს და 4 წლის განმავლობაში და ნუ ბევრი სხვა კითხვები მაქვს, მაგრამ ალბათ უნდა თქვენგან მაინტერესებს თქვენი კითხვები, თქვენი პრეზენტორებისთვის. დავიწყოთ. კითხვები. მე მართლივი კითხვა მაქვს, მართლაც გამიგია ადრეებს, რომ აი კახუთა ჟოლოფაშვილი არის რაღაცა ოფიციალური გმირი ამაჯერების და უფრო გურია იყო გური, მაგრამ გურიაში რაღაც ფიგურები, ლიდერები, ვინც ასევე შეიძლება გავხსოვოთ, აი ამ მნიშვნელოვან ფიგურებად ამ აჯანყებაში, პიროვნულად თუ არსებობს. კიდევ ერთი ორი კითხვა, გამარჯობა, გიორგი. პირველ რიგში ძალიან საკუთარ და სიმბოლურია, რომ საუკუნისთავად ესე მოსკოვიდან დასნული ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლა. ჩემი შეკითხვა იქნება შემდეგი. ანუ ეს აჯანყების მოთავეების შორის, ვინც იყო კახუთა ჟოლოფაშვილი და იმ პოლიტიკურ ლიდერებს შორის, ეს ურთიერთობა როგორი იყო? აი თქვათ კოორდინაცია რამდენად ჰქონდათ ერთი მიზანი, იმიტომ რომ რაღაც დოკუმენტებში და ბიოგრაფიებში ჩანს, რომ მე უკვე ემიგრაციაში ამან თავი იჩინა, რომ ერთმანეთთან თბილი დამოკიდებულება არ ჰქონდათ. და აი ამაზე თუ გაქვთ რაიმე ინფორმაცია, რომ ეს რამდენად იყო აჯანყების ჩავარდნის მიზეზი. სამები ძალიან საინტერესო მოსმენები კითხავს ეს ასეთი. აი ალექსანდრე სულხანიშვილთან საუბარი არის ჩეჩნეთში გადასვლასთან, ხო? როდესაც აჯანყება არის და ქართულსაც რაზმელები ხოვენ ჩეჩნეთს დახმარებას და იქ არის ლაპარაკი, რომ ეს შესაძლებლობა იყო, მაგრამ ამ დროს საერთოდ დამთავრდა ეს აჯანყება, ჩაიშალა, ხო? საერთოდ რამდენად მნიშვნელოვანი იყო რადგან თუმეტეს ლაპარაკი არის მთელ კავკასიის მოძრაობასთან, ან რა იყო, ჯერსეთი რა იყო, რა მოძრაობები იყო, თქვათ იგივე ამ აქ დროს აზერბაიჯანში და რამხელა შეიძლება ყოფილიყო ფაქტობრივად ასშესაძლებლობები იყო ჩრდილო კავკასიაში. და უბრალოდ შენიშვნის სახით მართლა წარმოუდგენელი არის 150,000 სოციალ-დემოკრატი ამ დროისათვის უბრალოდ გამახსენდა 115,000, ხო. უბრალოდ გამახსენდა ამას წინათ მუშაობდი არქივში მებრძოლ უღმერთოთა კავშირზე და იმათ ყავდათ 180,000 აქტივისტი, სადღაც 30-იან წლებში. რაკავთ, რაღაც წარმოიდგინეთ, როცა ხელისუფლება აკეთებს ამას და პარალელურად მართლაც სამესავი იწვევს.
მეგონი საკმარისი ჯერები მასუხები Do you want to comment for Raj? No. კი დაიწყეთ გმირები, ანუ გურიას ქონდა ესეთი რაღაცა, რა ძალიან ჰორიზონტალური. რა თქმა უნდა, იქ გულისხმობ თავის როლს თამაშობდა ლიდერის კულტი, სტივენმა ჟორდანიაზე დასვა კითხვა და ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნები რესპუბლიკის დროს ჩატარდა ჟორდანია ხო ლანჩხუთელია და სოციალ-დემოკრატებმა მიიღეს 1779-დან 1778 ხმა. ვიღაც ერთი იყო ხიფრვითი. ანუ ეს ლიდერის ამბავი რასაკურველია არის. და ანუ სხვადასხვა გურიას წმენდები შედარებით ყველაზე ნაკლებად შეეხო იმ აჯანყების დღეებს და რატო? იმიტომ რომ აჯანყება სადაც მყისიერად დამარცხდა, მაგალითად ქართლში, იმერეთში, აი სანამ ასე რომ ვთქვათ, ორჯონიკიძე ხო არ პასუხობდა სტალინს, რომ სტალინს არ გაერჩერებინა და აი ვინც სტალინზე პასუხამდე დამარცხდა, აი ვინც 5 სექტემბრამდე დამარცხდა აჯანყებაში, ისინი გაჟლიტეს მოკლედ მასობრივად, მაგრამ გურიამ დიდხანს გაძლო და იმ დროს მოხდა ასე რომ ვთქვათ დანებება, როცა უკვე ინსტრუქცია მოსული იყო იქიდან, რომ ესე აღარ იქნა. დაახლოებით 4000 ადამიანი ვიცით, რომ მოხდა, სახელობით ვიცით 1100, თუმცა თავის მოხსენებაში სერგო ამცირებს ამ რიცხვს, ამბობს 9980, იმიტომ რომ კრიტიკულად უყურებენ ამ ციფრებს. იქ და ეს შემცირებას ცდილობს. ხო და იყო ამ ბენიაკ შიკუშვილი და ეს ნოე ხომერი, რომლებიც ჩამოვიდნენ პირველ რიგში ისინი რასაკურველია გურულებზე და გურიაში მუშაობენ. ბენიაკ შიკუშვილი ხო გურის პრეზიდენტი იყო, ხო პირველ რესპუბლიკის გურის რესპუბლიკის პრეზიდენტი იყო. იყო, მაგრამ აი ესე რომ რაღაცა ეს რაშზე ამხედრებული ერთი ლიდერი აჯანყებას გურიაში ესე არ ყოფილა, იმიტომ რომ აი თვითორგანიზების და დემოკრატიის კულტურა არსებობდა. რაც შეეხება ესე რომ კაი კითხვა თქვენ დასვა კავკასიას და საერთო კავკასიურზე, ანუ როგორ არის ეს თქმულობა? სომხეთი და აზერბაიჯანი ფაქტობრივად ჩაბარდნენ საბჭოთა ხელისუფლებას, ანუ არც ერთს და არც მეორეს არ უომია. და აჯანყება დაიწყო ამ ჩაბარებიდან მყისიერად შემდეგ, სომხეთი ვთქვათ აზერბაიჯანი ჩაბარდა აპრილის ბოლოს, 20 წლის აპრილის ბოლოს და მაისში დაიწყო აჯანყება. სომხეთი ჩაბარდა დეკემბერში 20 წლის და 21 წლის თებერვალში დაიწყო აჯანყება. აი ამ აჯანყებებზე, ამ აჯანყებების დროს სომხეთი და აზერბაიჯანი გაწმინდეს სრულად. საქართველოს რო იომა ხო მოხდა რაღაც აი reconciliation რასაც ქვია რა, ანუ აი ლენინმა ორჯონიკიძეს მიწერა წერილი 10 მარტს 1921 წლის ესეთი რაღაცით რომ პატივიეთ საქართველოს სახელმწიფო დაწესებულებებს, მოусმინეთ ქართულ ამხანაგებს და ხალხი არ ხოცოთ. ანუ ეს ილუზიის შექმნა რომ განგზობადობა არის და ეს ილუზია 21 წელს საქართველოში შეიქმნა და უცხოელებსაც შეექმნა თუ ხელისუფლება გამოიცვალა უბრალოდ მეთქი არაფერი. უფრო მეტიც 15 მაისს 21 წლის 15 მაისს სტალინმა ორჯონიკიძეს გამოუგზავნა ინსტრუქცია რომ 26 მაისს აღნიშნულ პომპეზურად, იმიტომ რომ ეს დღე უნდა წავართოთ მენშევიკებს. ამიტომ 21 წელს ეს წმენდები არ ყოფილა და 24 წელს ჩვენ ქვეყანაში ყავდა კრიტიკული მასა ხალხისა, რომელიც მზად იყო აჯანყებისთვის. სომხეთს და აზერბაიჯანს არ ყოლია კრიტიკული მასა 24 წლის მდგომარეობით, იმიტომ რომ ეს წმენდები წლებით ადრე მოხდა იმ ქვეყნებში, ხო? ანუ იმათი 24-ში დადგა 20-ში და 21-ში. ამისი თქმა მინდა, ყველაფერი გამომჩნდა. ჩtildeო კავკასია. ჩtildeო დიმიტრი. მე უფრო ერთ კითხვას გავცემდი პასუხს დაახლოებით როგორც მომეჩვენა, რა მნიშვნელობა ჰქონდა ბოლოს აჯანყებას საერთოდ? საერთაშორისო ან თუნდაც რეგიონალური თვალსაზრისით.
შეიძლება იმ დროს ბევრად არ აისახა საერთაშორისო ფონზე ეს აჯანყება, მაგრამ ყველაფერს გააჩნია ისტორიას აქ თავისი როგორ გითხრათ დაუვიწყებელი კვალი. მე არა მარტო 1924, არამედ თქვათ წინა პერიოდი, თქვათ იგივე 21 წელი, ან შემდგომში მომხდარი გამოსვლები, მე ესე დავსვამდი საკითხი, საქართველო და ევროპა, საქართველო და დასავლეთი. და მახსენდება გრიგოლ რობაქიძის სიტყვები დაფუძნებელ კრებაში წარმოთქმული, როცა ის მიმართავს ევროპას სტუმრებს, რომ 2000 წელი გელოდებოდით თქვენ. ესე იგი გულისხმობდა, რომ ჩვენი ურთიერთობები ევროპასთან ჯერ კიდევ ფარსმან პირველისა და მეორისა და 8 საუკუნეებში იმალება და ჩვენ ყოველთვის გვქონდა იმედი ისეთი დროც იყო, რომ ჩვენ ვეხმარებოდით ევროპას ჯვაროსნული ომების დროს. შემდგომში გავიჭირდა და ვერც ერთხელ ვერ მოხდა ის ადეკვატური დახმარება ევროპის მხრიდან, როგორც ჩვენ ველოდით. 1924 წელსაც იგივე ამბავი გამეორდა, ის მახსენდება ლოიდ ჯორჯის მეუღლე, მეგონი მარგარიტა ერქვა რა. მან გასცა ინტერვიუში კითხეს საქართველოს ამბავი. და გასცა ასეთი პასუხი. მე მესმის, რომ მშვენიერი საქართველოს თანაუგრძნობა, მაგრამ ჩემ ქმარსო ბევრად უფრო დიდი საკაცობრიო იდეალების განხორციელება სურსო და ის უნდა მიიყვანოს ბოლომდეო და აი საქართველოსთვის ვერ მოიცნისო. დაახლოებით ეგეთი პასუხი გასცა, ესე შეუბრალებლად არა, უფრო შელამაზებულად, მაგრამ დაახლოებით ეს იყო. იმის მერე წლებმა გაიარა, მაგრამ 24 დაგვანახსოვდა. თუნდაც თანამედროვე ეპოქა ავიღოთ. მე ხლა ჩემი საყვედური ვისას დაუშავებს, მაგრამ მე უსაყვედურებდი დასავლეთ ჩვენს ძვირფას მოკავშირეს. უკვე 91 წლიდან, რაც ჩვენ დამოუკიდებლობა გამოაცხადეთ, კი არ ვსაყვედურობ, კი არ ვეუბნები, რომ აი შეგეძლოთ და არ დავეხმარებ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში საყვედურის უფლება გვაქვს, რომ არც ერთხელ არ მოხდა ადეკვატური დახმარება. არც 91-ში, არც 2008-ში, არც დღეს, რაც ჩვენთან ხდება, არა. და ბოლოს ის ვიფიქრია, რომ ესე იგი თუ არ შეგიძლია, დავანებეთ თავი, გითხარით, რომ არ შეგიძლია ადეკვატური დახმარება და რაღაცნაირად მოურჩენ თავს. არა სახუმარო არ არის. 24 წელი გამოიყენა ჩვენმა მტერმა და 5-ჯერ მეტი სისხლი დაღვარა. აღნიშნული 7,000-მდე ადამიანს მსხვერპლს. მე გავიხსენებდი, რომ 1921-დან 24-მდე თითქმის არ შეწყვეტილა ესე იგი აჯანყებები რა. ის არავის დაუთვლია. ალბათ ერთი იმდენი კიდე იქ იყო მსხვერპლი 21-დან 24-მდე. აღარ ავთვლი 37 და საერთოდ რა ესე იგი ამ პატარა ქვეყნიდან ძალიან დიდი ენერგია, დიდი სისხლი იქნა გაღებული და საქართველოს უბრალოდ თუნდაც 24 წლის ხსენებით ბევრად უფრო მეც იმსახურებს და ეს ჩვენმა დიპლომატებმა, თუნდაც უმაღლესმა მასწავლებლებმა, თუნდაც ინტელიგენციამ, თუნდაც მეცნიერებმა ამ ენით უნდა ილაპარაკონ ყველასთან, ვისთანაც შეიძლება. დასავლეთთან ზოგადად. მეცნიერი იქნება ეს, დიპლომატი იქნება, სამხედრო იქნება, თუ ვინც იქნება საერთოდ, რომ მათში გაჩნდეს ეს რაღაცნაირად საქართველოს საკითხი. დიდი მადლობა. მიშა, ალბათ თქვენ შეეხოთ ეს კითხვა ორგანიზაციის შესახებ. რაც შეეხება ჩრდილოეთ კავკასიას, ჰქონდა რა თქმა უნდა კავშირები, ალიმიტართან ჰქონდა კავშირები, კავკასიამ გაგზავნა თავისი რამდენიმე ბრძოლით, მაგრამ 24 წლის ალიმიტარი დაპატიმრებულია უკვე და იქ რეალურად არაფერი არ ხდება. კიდევ ერთი მომენტია ეს საერთო კავკასიური აჯანყების მომზადება ძალიან რთული რაღაცა. ხო წარმოიდგინეთ, რა ხელა საიდუმლო ქსელი უნდა გქონდეს შენ
ისე იმუშავა, რომ ეს მოწინააღმდეგეები გაიგოს 4 სახელმწიფო, ну, მთლიანთა რესპუბლიკაც ავიღოთ 4 სახელმწიფოს მასშტაბით და აი მე რომ ახსენე ალეკო ჯუღელის და ზაქარიაძის მოხსენება, მოხსენებს რომ კითხულობ გიჩნდება საბეჭდილება, რომ ეს ხალხი რატო არის ესეთი გულუბრყვილო? გულუბრყვილო, ანუ გეგმა ისეა აგებული, რომ მოწინააღმდეგე არ ხავს. აბსოლუტურად არ არის გათვალისწინებული საბჭოთა სპეცსამსახურების მინიმუმ. ანუ ესენი წერენ გეგმაზე ჩვენ გამოვიყავთ 15000 კაცი, ერთისთვის მე ვიყავ 30000 კაცი, სამხრეთით დაიწყო. ანუ ისეა ყველაფერი გაკეთებული, რომ მოწინააღმდეგე საერთოდ არ არის გათვალისწინებული, ხო? ელემენტარულად იარაღის შემოგაკ და იმაზე აფიქრებენ, რომ შავი ზღვის ფლოტი არსებობს, წითელი შავი ზღვის ფლოტი და ის რასიდავს, ხო? ანუ ეს მომენტი ცოტა კოორდინაცია არათუ კავკასიის საქართველოს მასშტაბითაც საკმაოდ ცუდათია. როგორ გვაქვს კიდევ ორი კითხვისთვის და მე დავამთავრებ. გიორგი ნანა, ოკეი, აი სამი იყოს. ნანა, გიორგი და თათქა. პირველ რიგში მე რა ნაჩვენებია და მაინტერესებს რესურს ვერბუდი რატომ მოხდა აცდენა აჯანყების დაწყებაში 29-ში უნდა დაწყებულიყო და 28-ში დაიწყო მონჭიათურაში, ხო? ან ვინ იყო გამყიდველი, ან რატომ მოხდა, ან როგორ გამითარდა ეს მოვლენები? ეს იყო საბედისწეროს თემა. გიორგი. ანუ დასაწყისში აღინიშნა, რომ ქართლში იყო ძალიან კახეთში გამოსვლის მასშტაბის მცირე თქვენ თუ შეხვდით საბჭოთა საშუალების ლაბორატორიის გვერდზე შეგიძლიათ ნახოთ ინფოგრაფიკა, რომელიც გააკეთებია კომპანიებმა, თანაავტორი არის სხვების და სხვების რაოდენობა არის მნიშვნელოვანი საკითხი. დაზუსტდა, რა თქმა უნდა, ბატონმა დიმიტრიმას აღნიშნა, რომ სხვადასხვა შეფასებები არსებობს წინააღმდეგობის მოძრაობის თანახმად. ეს არის 3900 ვიღაცა ფიქრობს, რომ საკარალიას 4000-მდე, მაგრამ საინტერესოა, რომ დახვრეტილების რაოდენობით პირველ ადგილზე არის გორი. და ეს საინტერესოა მართლაც და არსებობს მოსაზრება, რომ აი სწორედ ამ მისკომუნიკაციის გამო და ეს ალბათობით ეს 28-ში 29-ის მაგალითად ჭიათურაში დაიწყო სწორედ მისკომუნიკაციის გამო, ანუ არ არის რაც ელექტრონული საშუალებები, არც ტელეგრაფის გამოყენება შეიძლებოდა, რა თქმა უნდა, ეს ხდებოდა შეკრებები და რაღაც მისკომუნიკაციის გამო, რადგანაც ძირითადი გაჟღერებები წითელი არმიის აღმოსავლეთ საქართველოში მათ მოახერხეს უკვე გამოსვლა და დაწყება ამ ხოცვაჟლეთის უფრო ადრე აღმოსავლეთში, ვიდრე დასავლეთში და ამითი აიხსნება, თორემ სხვების რაოდენობის სიდიდე გორში მაგალითად სწორედ იგვითითებს იმაზე, რომ უკმაყოფილების ან წინააღმდეგობის იატაკოშების მასშტაბები სულ არ იყო ნაკლები, უბრალოდ ესე გამოვიდა. ასე თუ და ეს არის მნიშვნელოვანი და ჩვენ ასევე გვახსოვს, რომ თავდაპირველი გეგმის მიხედვით, რომელიც მე შეიცვალა აჯანყების უბრალოდ წინ, ვალიდო ჯუბელის თავდაპირველი შემდეგ ცენტრები უნდა ყოფილიყო ქალაქი პირიქით. და მერე გადაიტანეს რეგიონებში და ესეც რეალისტური იყო თუ არ იყო რეალისტური, ეს იყო გეგმა, რომელიც თვითონ ვალიდო ჯუბელის დაწერილი იყო კონსტანტინოპოლში 22 წელს პროექტების სამხედრო გეგმაზე არის. საუბრის ასევე მნიშვნელოვანი გარემოება. უდასტურებ ბატონ დიმიტრის პატივისცემას, მაგრამ მინდა რომ არ დავეთანხმო 2008 წელთან დაკავშირებით. შეიძლება ამის ასე ვთქვათ არ აღნიშნა 2008 წელს რუსეთის შერეული ძალების სვლა შეჩერდა მხოლოდ იმის გამო, რომ პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა როცა გამოვიდა თეთრსაფრთან და მის ერთ მხარეს და სახელმწიფო მდივანი მეორე მხარეს თავდაცვის მდივანი რობერტ გეიტსი გამოაცხადა ჰუმანიტარული ოპერაციის შესახებ, რომელიც განახორციელდეს ამერიკის შერეული მოსალებმა, რომლებიც მართალია ჰუმანიტარული მისიით, მაგრამ შემოვიდნენ საქართველოს ტერიტორიაზე და ამ განცხადებიდან 10 წუთში შეჩერდა რუსეთის შერეული ძალების მსვლელობა. მადლობა. კიდევ ერთი კითხვა? გამარჯობა, დიდი მადლობა შანსისთვის. ერთი შეკითხვა მაქვს სამხედრო, ასე ვთქვათ, აჯანყებასთან დაკავშირებით. იმიტომ რომ დასავლეთში მაგალითად დაიღეს ქალაქები სენაკი, ზუგდიდი, გარდაული ჭიათურაც, იქ მე მგონი საჩხერეც. აღმოსავლეთში ეგეთი რამე არ ყოფილა, მაგრამ დამარცხებაში მე მგონი ლობისტილი უფრო შეიტანა ეგრეთ წოდებული მძევლების სისტემა. იმიტომ რომ როგორც ვიცი, ბოლშევიკებმა აიყვანეს მძევლები, ისინი მონაწილეობდნენ აჯანყებაში თუ არ მონაწილეობდნენ, აჯანყების მიმდინარეობის პარალელურად მიმდინარეობდა მათი დახვრიტა, განსაკუთრებით თელავში, ყვარელში და აღმოსავლეთ საქართველოში. აჯანყება დაამარცხა როგორც
სამხედრო ფლანგზე თუ ძევლების ახლით ამას გარკვეულწილად გააჩერა ის რომ აღარ გააგრძელებინა დაჟანგება. კომისიიდან დაგვეჩაგებია. რაც შეეხება სამხედრო იმას, იცით რა, აღმოსავლეთ საქართველოში უბრალოდ ფიზიკურად არ იყო ძალა. არ გამოვიდა ის რაოდენობა მოსახლეობის და ის რაოდენობა ის ნაკლებია. იგივე თქვა ვაზიანის სამხედრო ბაზა უნდა იყო, სადაც იყო მთელი არტილერია თავმოყრილი, ახლა სხვადასხვა მონაცემები 96 ზარბაზა იყო თუმცა, მაგრამ ვაზიანის სამხედრო ბაზა კიდევ თაბურიას დაევალა, ვინც დაევალა ხო? ის პირდაპირ სწორად ძალა იყო. ორსათიანი ზოლის მერე ელემენტარულად გვიაწამალი გაუთავდა და ამავე დროს თბილისიდან აი რაც თქვა ისიც იყო, რომ წითელი არმიის ნაწილები აღმოსავლეთ საქართველოში უბრალოდ იყვნენ. ამავე დროს თბილისიდან ორი ესკადრონი დაიწყო. ანუ ძევლები მე არ მგონია აქ უფრო თავი ის იყო, რომ უბრალოდ აღმოსავლეთ საქართველოში ამას ვერ მიზეზია ამ რაოდენობის ხალხი. შემოდგომის პირი იყო და იმიტომ ხალხი არ გამოვიდა. მე ისე ხო, ნანასობას არაფერი ისმის ხო? ხო, არაფერი ანუ ეს რაღაც 28-ში რომ დაიწყო ამას რაღაც არ უკავშირდება რაღაც უბრალოდ უნდა წარმოვიდგინოთ რომ ჩეკას არსებობის პირობებში აჯანყების ორგანიზება გიწევს და ანუ არც ტელეფონია მობილური ტელეფონს ავდევალოთ ისე ტელეფონიც არ არის არც პოსტა არ გემსახურება არაფერი ხო და ანუ სადღაც მის კომუნიკაცია გაძვირა რა და ნუ ეხლა ჯატრაში დაიწყო რომ ამოხდა გვეგონება რომ ისა რაღაცა ეს გადატრიალდა დედამიწაში ჯატრაში არ როცა ვამბობ რომ ჯატრაში აჯანყება დაიწყო 40 კაცი დაეცხა თავს საბჭოთა ნაწილს ხო მეტი კი არ იყო ეს და სოციალური ბაზაზე მინდა რომ აი ეს პატარა რაღაცა გავიხსენო როცა დამოუკიდებლობის კომიტეტი აიყვანეს გამყოფება აიყვანეს ეს აყვანა მოხდა შიომგონაში 24 წლის 4 სექტემბერს ეს ლიდერები აი ყველა პარტიიდან ამ პარტიულ კომიტეტის ანუ ყველა პარტიიდან წარმომადგენლები ნუ პოტე ანდრონიკაშვილი ხელმძღვანელობდა ამას საერთაშორისო გენდახრებას მაშინ სტალინმა გადაარჩინა ანუ სტალინის წერილის შედეგად გადაარჩინენ და მე სტალინმა დახრდა და მე დამხრდა ორი წახვიდა 27-ში ხო და ამ დამკომა დაწერა წერილი ძალიან საინტერესო სადაც 5 სექტემბერი ამ წერილს წერენ აშკარა აჯანყება დამარცხებულია და აი ვინც დღეშია გასული იმათ იარაღის დამხსენ მოუწოდებენ რომ ნუ აზრი აღარ აქვს და რას წერენ აქ რომ ჩვენ როცა ამ საქმეს ვიწყებდით ჩვენ იმედი გვქონდა რომ თელიერი ჩაებნებოდა ჩვენ ბრძოლაში სამწუხაროდ ჩვენი იმედები არ გამართლდა და ეს გახდა ინტელიგენციის ოფიცრობის განათლებული ადამიანების ექსკლუზივი ხო პრინციპში ის პირველი რესპუბლიკაც ასე იყო ეს 24 წლის აჯანყებაც ასე იყო 2024 წლის საქართველოს ასე არის ხო აი ამ დღეში ვართ იქიდან მოყოლებული ამიტომ განათლება სინდისთან ერთად დიდი მადლობა მე მგონი ამეთი დავამთავრეთ დიდი მადლობა ვინმე სხვა რა ონლაინ თქვი? გვესმის ბატონო. იქ ხო არა ვინმეს? თუ შეიძლება ერთი რამე დავამატო. მე მინდა ვთქვა რომ აი ამ საბჭოთა მთავრობასთან ბრძოლაში მარტო სამხედრო ჯარები კი არ იყვნენ ჩართული მოქალაქეები ჩვეულებრივი ადამიანებიც იყვნენ აი იყო ასეთი მარო მაყაშვილის შემდეგ იყო ეს ამბავი
როდესაც მარო დაიღუპა, იყო უნივერსიტეტში ამერიკელი მეცნიერი რობერტ ბლეიკი, ქართულის კარგი მცოდნე და ძალიან საქმიანი კაცი. მას ძალიან ბევრი ძველი ქართული ტექსტი აქვს გამოცემული მეცნიერულად. და როდესაც 1960 წელს მე მისი ნეკროლოგი წავიკითხე ამერიკაში დაბეჭდილი, იქ იყო აღნიშნული, რომ ის უეცრად გარდაიცვალა და იყო აგრეთვე ისიც ნათქვამი, რომ როდესაც ეს სამხედრო 21 წელს რობერტ ბლეიკმა, ის მაღალი კაცი იყო მოსული, გაიდო მხარზე თოფი და წავიდა საბრძოლველად. ეს ამერიკულ ნეკროლოგში წავიკითხე მე და ის ნეკროლოგი მე გადავთარგმნე და დაიბეჭდა ჩვენში, მაგრამ აი თვითონ ეს ფაქტი, რომ რობერტ ბლეიკი მხარზე თოფგადებული იბრძოდა საბჭოთა მთავრობის წინააღმდეგ, ეს ფაქტი იმ ნეკროლოგიდან ამოიღეს ეს რამდენიმე სტრიქონი. დიდი მადლობა, ეს დიპლომატისთვის. მადლობა.